არსდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. როგორ ექცეოდა საბჭოთა სისტემა მეცნიერებას? სანამ სახელმწიფოს გავაკეთებდით, მანამდე გავაკეთებთ უნივერსიტეტი. ეს უნდა გაიწმინდოს და ჩვენ უნდა შექმნათ ახალი საბჭოთა ინტელიგენცია. კოლაბორაციონიზმი არ არის გამოსავალი. twinების ძალადობრივი გადინების შედეგად თვითონ აღმოჩნდა საერთოდ მთავრობა ხედავს, რომ კადრების სრული დეფიციტი გვაქვს. ისინი ახალი თაობის ისტორიკოსები არიან. გათავისუფლდა საქართველოს ახლა და ახლა არის შანსი. ივან ჯავახიშვილი იყო აბსოლუტურად განდევნილი და ყველანაირად შევიწყვეტილი მეცნიერი. საეკლესიო განძეულობა მებრძოლი ათეიზმის ხანაში. მთელი ქართოლოგია რეალურად იყო პეტერბურგში. იქნება მეცნიერებათა აკადემია. რეალურად ქართული საბჭოთა მეცნიერება საბჭოთა პერიოდში არ იყო დამოუკიდებელი. ქართული მეცნიერება ემსახურება არა საქართველოს, არამედ ამ საბჭოთა კავშირის ინტერესებს. აქედან გამომდინარე ხდება სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაშლა. ეს რაღაცა გეგმური ეკონომიკამ ვერ გაამართლა როგორც ეკონომიკაში, ასევე ბუნებრივია მეცნიერებაში. უშვებდნენ ხოლმე, ასე ვთქვათ, პარტიული ელიტიდან გარიყულ პიროვნებებს. ადამიანები განსაკუთრებით ამ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები თავს არიდებდნენ. ერთი და იგივე თემას უბრალოდ სათავეში გამოსვლიდან და გამოსვლიდან ხდას. არც დღეს არის უცხო ეგეთი რამ ბონდო. ეს მეორე უკიდურესობაა. მოგესალმებით, ეს არის აქტუალური ისტორია, მე ვარ ბექა კობახიძე. დღევანდელ ეპიზოდში გავაგრძელებთ წინა ეპიზოდის თემას. წინა ეპიზოდში მოგეხსენებათ ჩვენ ვისაუბრეთ სასკოლო განათლებაზე, საბჭოთა სასკოლო განათლებაზე, ხოლო დღეს უკვე ვისაუბრებთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაზე. ეს ყველაფერი გარკვეულწილად ეხმაურება იმ გეგმებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ქართული ოცნების მთავრობამ დასახა ბოლო პერიოდის განმავლობაში და აქ ასევე ნახსენები იყო ეს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი და რომ თითოეულ უნივერსიტეტში ასე რომ ვთქვათ ტრადიციული დარგები უნდა დარჩეს ან აღდგეს და ამ ტრადიციების გამოძახილად ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე თუ რა იყო საბჭოთა უმაღლესი განათლების სისტემა, რა იყო მეცნიერება და როგორ ვითარდებოდა მეცნიერება გარესამყაროსგან, დანარჩენ მსოფლიოსგან. იზოლაციაში ჩემი სტუმარი ისევ არის ბონდო კუპატაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ბონდოს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრობისთვის. სანამ დავიწყებთ, მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი მისმინე და დაგვალაიქოთ Facebook-ზე, გამოყვეთ Instagram-ზე და TikTok-ზე. და აქვე ჩვენს მთავარ პარტნიორს წყალი მთის დიდი მადლობა, რომელიც ასევე თავის მხრივ გახლავთ Paris Saint-Germain-ის პარტნიორი და წყალი მთის ჩვენ გვეხმარება ისტორიული ცოდნის გავრცელებაში, ამიტომ ყველამ ერთად დავლიოთ წყალი მთის. ბონდო, ესე იგი 1918 წელს არსდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთოდ კავკასიაში 1918 წლამდე უნივერსიტეტი არ იყო, რუსეთის იმპერია არის დიდი სივრცე და სადაც უნივერსიტეტები არის სლავურ მხარეებში, ბალტიაში და პოლონეთში. ბალტია და პოლონეთი გასაგები არის, ეს არის ძველი ევროპული უნივერსიტეტები, ხო? რაღაც ვილნიუსის უნივერსიტეტი მე-16 საუკუნიდან, მოდებს კრაკოვის უნივერსიტეტი და ეს უკრაინა და ასე ვთქვათ, მალა რუსია, როგორც უკრაინას რუსეთის იმპერიაში უწოდებდნენ და ველიკა რუსია, უფრო სანდო ადგილები იყო, სადაც შეიძლება საუნივერსიტეტო სივრცეების გაკეთება. კავკასიაში ეს არ გაკეთებულა, ამისი შანსი ჰქონდა კაცმა რომ თქვა 1870-იან წლებში, როცა ლიბერალმა იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ შემოთვალა თავის ვიზიტამდე, რომ აერჩიათ რა გინდათ სამხედრო სასწავლებელი თუ უნივერსიტეტი და აქ არჩევანი, ეს მამაშთა და შვილთა ბრძოლა რო იყო, ერთი მხრივ გრიგოლ ორბელიანის მამების თაობასა და მეორე მხრივ ილია ჭავჭავაძის შვილების თაობას შორის, ილია უნივერსიტეტის იდეას უჭერდა მხარს, მაგრამ ძველი თავადაზნაურობა რომლისთვისაც აი კლასიკური გზა იყო კარიერის გაკეთებისა, სამხედრო სამსახური, სამხედრო სასწავლებელი
არჩია. რა თქმა უნდა, სამხედრო სასწავლებელმა თავისი როლი ითამაშა ჩვენს ისტორიაში, რამაც მე უკვე ოფიცრების ის თაობა შექმნა, რომელიც ემსახურა საქართველოს თავისუფლებას 1918-21 წლებში. მე ამ სამხედრო სასწავლებლის ნიადაგზე დაფუძნდა ტაუ თბილისის артиллерийский училище და ეს ტაუ თავისთავად უკვე აფხაზეთის ომში ქართულ артиллеристებს გამოადგა ცოდნით და 2008 წელსაც კი გამოგვადგა კაცმა რო თქვას. მაგრამ უნივერსიტეტი ბევრად უფრო ინკლუზიური სივრცე არის, ბევრად უფრო მეტი სოციალური ფენის მომცველი არის და დიდი მნიშვნელობის საზოგადოების დაწინაურებისთვის. 18 წლამდე ეს არ გქონია, მაგრამ 1918 წელს ხდება ის, რომ სანამ სახელმწიფოს გავაკეთებდით, მანამდე გავაკეთეთ უნივერსიტეტი. საერთოდ 18-21 წლების პერიოდს, რომელიც საკმაოდ გაჭირვებული წლები იყო, დავარქმევდი ასე რომ ვთქვათ, საქართველოს ნაკრებების წლებს. ანუ დღევანდელ დღეს თუ ჩვენ გვაქვს ნიჭის გადინება ქვეყნიდან და უკვე ესეთ ხალხი მიდის, Windows-ის გადაყენება რომ იცის, ისეთ ხალხი გადის უკვე ქვეყნიდან და ინტელექტი გაედინება, მაშინ მოხდა პირიქით, ხო, რომ საუკეთესო კადრები ყველა სფეროში ახლა სამხედრო საქმე ვახსენეთ და ოფიცრები და გენერლები, რომლებიც დაწყებული ბალტიის ფრონტიდან დამთავრებული მესოპოტამიის ფრონტამდე რო იბრძოდნენ, ესენი ბრუნდებიან და საქართველოში ქართულ არმიას აკეთებენ, თქვათ, კულტურის და ხელოვნების მოღვაწეები ბრუნდებიან და კულტურა ეს ქიმერიონი და კულტურული ცხოვრება დუხს, იგივე პოლიტიკოსები, ხო, ეს უმაღლესი განათლების მქონე ხალხი იყო მათი დიდი ნაწილი და რაც თავარია მეცნიერები თითო-თითოდ შეიკრიბნენ, თქვათ, აი ჯავახიშვილი პეტერბურგიდან, სადაც ბევრად უფრო პრესტიჟული კარიერა შეიძლება ელოდა, ხო, წამოვიდა თბილისში უნივერსიტეტის გახსნა გადაწყვიტა, ყაზანიდან წამოვიდა პეტრე მელიქიშვილი და აი ეს შეიკრიბა ეს ხალხი და გადაწყვიტა რომ გაეკეთებინა მაშინ თბილისის უნივერსიტეტი, მე ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა, რომლის აი როგორ არის ახლა ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც ხა ძველ საბერძნეთში იყო ფილოსოფია და მე ფილოსოფიიდან იბარტყა სხვა მეცნიერებებმა, ხო, და გაჩნდა სხვადასხვა მეცნიერებები. პირველ იყო სივილის მეწყვილების ფაკულტეტი. ხო, პრინციპში აქაც, ხო. აი აქ, აი ესე მე ყველაფერი დანარჩენი ამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განაყოფი გახდა შეიძლება ითქვას. ახლა სხვა ამბავი არის და მით უმეტეს თესეუს პროფესორი ხარ და უხერხული ამაზე ლაპარაკი, რამდენად არის იგივე ის 1918 წლის კონცეფცია ის რაც დღეს ხდება, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ზოგადად ქვეყანაც არ არის 1918 წელს. რა თქმა უნდა. და ახლა მეც კაცმა რო თქვას არც მე ვარ შორს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების 13 წელი გავატარე ჩემი ცხოვრებისა. მოკლედ ესე იყო, ხო, რომ 1921 წელს ივანე ჯავახიშვილი მოუწოდებს ახალგაზრდებს, რომ მე თქვენ უნდა მოგწოდებდეთ კალმისკენ, მაგრამ ეხა სამშობლოს დაცვის დრო არის, მაგრამ შემდეგ ბოლშევიკები შემოდიან თბილისში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაც, ქართული მეცნიერების ცხოვრებაც, თვითონ ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებაც თავისთავად სხვანაირად ვითარდება. მოკლედ დავიწყოთ თავიდან, 1921 წლიდან. ხო, დღეს ჩვენი საუბრის თემა იქნება, ესე იგი, უმაღლესი განათლება და მეცნიერება საბჭოთა პერიოდში და ნამდვილად ეს იყო ძალიან ბევრი ძიმე და ტრაგიკული ფურცლის შემცველი ისტორიები. მათ შორის იგივე ის დამფუძნებელი პროფესორა, რომელმაც დააფუძნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათი დიდი ნაწილი მოყვა რეპრესიებში, ეს რეპრესიები დაკავშირებული იყო როგორც ფიზიკურ ლიკვიდაციას, იგივე წერეთელი, იგივე ხო, და გარდა ფიზიკური, გარდა გრიგოლ წერეთლის ალექსანდრე წერეთლის გარდა გადასახლებები და ამ შემდეგ ვინც ფიზიკურ გადასახლებას გადაურჩა, ისინიც თუნდაც იგივე ივანე ჯავახიშვილის ისტორია არის ძალიან ზუსტი
მაგალითი იმისა, თუ როგორ ექცეოდა საბჭოთა სისტემა მეცნიერებას და რა იყო მისთვის მეცნიერება, როგორ ესმოდათ. ამისთვის მოდი ნახოთ ზუსტად 20-იან წლებში როგორ იწყებდა მოქმედება საბჭოთა ხელისუფლება. პირველი რაც გააკეთეს 22 წელს ლენის ცნობილი გამოთქმის შემდეგ რო ესე იგი იმპერიის პერიოდის ინტელიგენციას არის განავალი ასე პირდაპირ დაარქვა გავნო და ეს უნდა გაიწმინდოს და ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი საბჭოთა ინტელიგენცია. და ეს ცნობილი ტროცკის ფილოსოფიური გემი ასე დაარქვეს, რომელზეც შეყარეს, ასე თქვა, თავი მოუყარეს ყველა კერძოდ მაშინ აკადემიაც პეტერბურგში, მაშინ პეტროგრადი ერქვა პროფესორები და პეტროგრადში იყო ყველაფერი, თავმოყრილი მეცნიერების ცენტრი, ძირითადი ბაზისი თუ შეიძლება ასე ითქვას. და ორი გერმანული სამგზავრო გემის რეისი 22 წლის სექტემბერში და ნოემბერში. როდესაც საბჭოთა რუსეთიდან გაძევებული იქნა 160 პროფესორი, სხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ესენი იყვნენ ექიმები, ეკონომისტები, აგრონომები, ლიტერატორები, იურისტები და ამ გადასახლების დროს აი და ასეთი ცინიკური დამოკიდებულება თითოეულ გადასახლებულს ნება ეძლეოდა თან წაეღო ორი ტრუსი, ორი წვილი წინ და პიჯაკი, შარვალი, პალტო, შლიაპა და ორი წვილი ფეხსაცმელი. დანარჩენი ექონებოდა კონფისკაციას. ანუ ფაქტიურად ერთადერთი რომ იმ მომენტში გულაგი ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული და გულაგში არ გაუსახლებია, დანარჩენი ფაქტობრივად აი ეს ბედის ანაბარად მიაგდეს და სხვა შორის ძალიან საინტერესო რომ შემდეგ საბჭოთა ხელისუფლება თვითონვე გაუჩნდა ეს პრობლემა, ანუ მიხვდა რომ იმდენად ეს ტვინების ძალადობრივი გადინების შედეგად თვითონ აღმოჩნდა საერთოდ, იმიტომ რომ რეალურად არ ყავდათ ის ხალხი, ვინც ამათ ჩაანაცვლებდა. და ამიტომ სწორედ ამას ეფუძნება მთელი შემდგომი პოლიტიკა უმაღლეს განათლების სფეროში და მათ შორის მეცნიერებაშიც, რომ უნდა მოხდარიყოს სწრაფი რეორგანიზაცია და რამენაირად უნდა მიეღოთ კადრები, რომლებიც აი მოკლე დროში იქნებოდნენ, გახდებოდნენ კომპეტენტურები და რაღაცას მაინც გააკეთებდნენ და აი ეს ეგრეთ წოდებული წითელი პროფესორა, რომელიც ჩამოყალიბდა 30-იან წლებში და მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხო, აი ესეთი სწრაფი დამკვრელური განათლების მიღების შედეგი იყო. ცნობილია რომ მას შემდეგ რაც ივან ჯავახიშვილმა დატოვა რექტორის თანამდებობა 26 წელს და მის ნაცვლად რექტორად კომუნისტებმა დასვეს თედო ღლონტი, რომელიც ყოფილი სოციალისტ ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ფაქტობრივად მთლიანად საბჭოთა სისტემასთან შერწყმული გახდა და ბოლომდე გამოწურა ამ სისტემამ და ბოლოს შეეწირა კიდევ რეპრესიებს და აი 26 წლიდან მოყოლებული 6 თესეულის 6 რექტორი გახდა რეპრესიების მსხვერპლი. მათი უმეტესობა იყო პარტიული ჩინოქადგი მალაქი ტოროშელიძე. ანუ ესენი იყვნენ ის ხალხი, ვინც ერთგულად და აბსოლუტური რწმენით ემსახურებოდა საბჭოთა სისტემას. ხო, ყველა მათგანი ფაქტობრივად გახდა მსხვერპლი ამ სისტემის. ახლა რაც შეეხება ალბათ ბონდო მინდა ერთი წუთი გავჩერდე თედო ღლონტის პიროვნებაზე, პატარა კომენტარი გავაკეთო. თედო ღლონტი იყო ესე იგი პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური პარტიის ფედერალისტების წევრი, მემარცხენე ფედერალისტი იყო, როგორც მახსოვს დამფუძნებელი კრების წევრიც იყო, ანუ პირველი რესპუბლიკის პარლამენტის, პირველი რესპუბლიკაში აბსოლუტურად არავინ არ უშვებდა იდეას საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვისა, გარდა ერთი პატარა ჯგუფისა, ეს მემარცხენე ფედერალისტები, ეს არის თედო ღლონტი, შალვა ნუსუბიძე. შალვა ნუსუბიძის ფრაზა არის 20 წლის მიწურულს თუ არსები რომ მალე ესე იგი ჩაანაიმებს ამ დარბაზში მენშევიკებს ჩაანაცვლებენ ბოლშევიკები და ჩვენ მათთან ერთად შემოვალთ. ეს განცხადება გააკეთეს, შემდეგ უკვე 21 წლის მარტში აი გვამები გაცემული არ იყო ქართველი მებრძოლებისა, როცა გამოვიდა ფედერალისტების გაზეთი დიდი წარწერით პირველ გვერდზე გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს და ეს იყო ერთადერთი კოლაბორაციონისტული პარტია. აი ამ წლების მანძილზე, მაშინ როცა სხვა პარტიები ბრძოლაში ჩაერთვნენ იატაკქვეშეთში, აჯანყების მომზადებაში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მერე უკვე როცა თესეულში იწყება წმედები 26 წლიდან ფაქტობრივად თედო ღლონტი არის
პირველი, ვინც ამას უდგება სათავეში, მაგრამ ვერ გადაურჩება. 37 წელს თედოღლონსაც დახვრეტენ. ამიტომ ეს ერთგვარი მორალური თუ არა პრაგმატული გაკვეთილი მაინც უნდა იყოს ბევრისთვის, რომ კოლაბორაციონიზმი არ არის გამოსავალი. ბოდიში შეგაწყვეტინე განაცხადა. ხო, ანუ ფაქტობრივად საბჭოთა ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის შექმნა საბჭოთა ინტელიგენცია. და საბჭოთა ინტელიგენცია, რომელიც იქნება ერთგული მსახური, ანუ თუკი საშუალო სკოლაში მთავარი ამოცანაა, რომ პროლეტარიატის მებრძოლი რაზმის წევრი იყოს მოსწავლე, ამ შემთხვევაში ინტელიგენცია უნდა იყოს თანამგზავრი. ეს თანამგზავრული 30-იან წლებში ეს მიდგომა იყო, რომ რომელიც ჩვენ გამოყვება. ისინი ახლა ბოლომდე პროლეტარიატის გვერდით ვერ იდგებიან, იმიტომ რომ მაინც სხვა ის, მაგრამ ისინი ჩვენს გვერდით მაინც იქნებიან, თანამგზავრები იქნებიან. ეს თანამგზავრული იდეოლოგია, რომ პროლეტარიატს უნდა მიყვედა, უნდა ეს სოციალისტური რევოლუციის ხარდამჭერი უნდა იყო, მოქმედებდა ყველა სფეროში. იქნებოდა წერლობა, თქვათ, კულტურის ნებისმიერ მიმართულება, ხელოვნებაში, თეატრები, მუსიკა და შემდეგ და მათ შორის რა თქმა უნდა მეცნიერებაშიც. ოღონდ აქ თავი მომენტი არის ის, რომ მეცნიერებაში ეს პრობლემა, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს რეპრესიები დაიწყო და ფაქტობრივად ივან ჯავახიშვილის მეთაურობით ყველა ძველი, ანუ ვინც იყო დამფუძნებლები უნივერსიტეტისა, ყველანი გამოაცხადეს ბურჟუა მეცნიერებად, ზოგადად ბურჟუა სპეციალისტები და მათ შორის ბურჟუაზიული მეცნიერების ელიტა და ესენი ყველანი უნდა ყოფილიყვნენ ჩამოშორებული სამეცნიერო საქმიანობას და მათ ადგილზე უნდა ყოფილიყვნენ ახალი წითელი პროფესურა მოყვანილი და ფაქტობრივად ერთ-ერთი პირველი თუნდაც ისტორიის მიმართულებით გიორგი ხაჭაპურიძე იყო მაგალითად ასეთი, რომელიც ერთ-ერთი პირველი წითელი პროფესორი იყო და შემდეგ მთელი პლეიადა წამოვიდა ამ წითელი პროფესორებისა, რომელიც განსაკუთრებით ენერგიულად თანახმმნიშვნელოვანი იყო ის, რომ ასე ვთქვათ, მე-19 და მე-20 საუკუნის ისტორიული მოვლენები უნდა აღქმულიყო და უნდა წარმოდგენილიყო იმ კონტექსტში, როგორც საბჭოთა სისტემა სურდა, საბჭოთა ხელისუფლებას და აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ახალი და უახლესი ისტორიის სპეციალისტები უნდა ყოფილიყვნენ. მაშინ ახლა გიორგი ხაჭაპურიძე იყო, არ იყვნენ მაშინ სპეციალისტები, ხაჭაპურიძე იყო პირველი მერცხალი და ფილიპე მახარაძე წერდა. ფილიპე მახარაძე წერდა კი სოციალური ისტორიის კუთხით და უფრო პროპაგანდისტული. ხო, ასე რომ ეს მომენტი იყო მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ საუბრობთ მეცნიერებაზე და მეცნიერების უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების პირველ, ასე ვთქვათ, ამ საბჭოთა პოლიტიკაში და საბჭოთა იდეოლოგიის ფარგლებში ამათ მოღვაწეობას. სხვა შორის ძალიან საინტერესოა, რომ ეს ივან ჯავახიშვილის მოწაფეები და აქ მნიშვნელოვანია აუცილებლად აუნიშნოთ ივან ჯავახიშვილის ფიგურა და პერსონა. რამდენად დიდსულოვანი და რამდენად განსხვავებულად უყურებდა ის ბევრ რამეს, ცნობილია რომ იმ დისკუსიის პერიოდში, რომელიც მიმდინარეობდა უნივერსიტეტში, ახლა 26 წელს კი რექტორის თანამდებობიდან გადადგა, მაგრამ 1931 წლამდე ივან ჯავახიშვილი ლექციებს კითხულობდა. შემდეგ ის როცა დაიწყო კონდრატიევში 1930 წელს ფაქტობრივად ეგრო ავუხსნათ კონდრატიევში. კონდრატიევში ეს იყო დაწყებული საბჭოთა უმაღლესი სასწავლებლებიდან, ანუ ეს იყო ინტელიგენციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც გულისხმობდა სწორედ ამ ძველი ყაიდის ბურჟუა მეცნიერების, ასე ვთქვათ, გაყრას, გაძევებას და მათ ჩანაცვლებას წითელი პროფესურით. და აქ საინტერესო არის რა, რომ ეს დისკუსიები, რომელიც მიმდინარეობდა, დაიწყო ფაქტობრივად 30-იან წლებში და 36 წლამდე მიმდინარეობდა უნივერსიტეტებში, კერძოდ თავარი ბრალდება, რაც იგივე ივან ჯავახიშვილის მიმართ იყო, სხვების მიმართაც იგივე, თქვათ, გრიგორ წერეთელი ვახსენებთ, რომელიც სოფლიო მასშტაბის ელინისტი იყო, პაპიროლოგი და ელინისტი და სხვები, მათ მიმართ თავარი ბრალდება იყო ის, რომ ისინი ემსახურებიან ასე ვთქვათ, საბჭოთა გაგებით დრომოჭმულ, ყალგასულ მეცნიერებას, რომ ისინი მიუღებლები არიან და ვერ მოერგებიან საბჭოთა იდეოლოგიით, ასე ვთქვათ, დატვირთული. ეს ხალხი მეცნიერი გახდა მეფის რუსეთის დროს, ხო? იმ თავისუფალ რას გულისხმობ, რომ
ანუ მეფის რუსეთის უნივერსიტეტები მაღალი დონის უნივერსიტეტები იყო და ეს იყო ევროპული უნივერსიტეტები. იგივე გრიგოლ წერეთელი იყო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ხო? ანუ საკმაოდ მაღალი რანგის მეცნიერები იყო სოფლიო დონის და ახლა ივან ჯავახიშვილიც შეიძლება მას თვითონ რანგი არ უბრალოდ რეგალიები არ ქონდა, თვითონ არ მოიწადინეს, ხო? ის ბოლომდე დარჩა პრივატ დოცენტად პეტერბურგის უნივერსიტეტში, ხო? დისერტაცია არ დაიცვა. ანუ ის იყო მაგისტრი და სადოქტორო დისერტაცია არ დაუწევს. იმიტომ რომ ის თვლიდა რომ ამას დროის დაკარგვა, მას ძალიან ბევრი გეგმები ჰქონდა, ბევრი რამ ჰქონდა საკეთებელი და თვლიდა რომ დროის დაკარგვა იქნებოდა მისთვის. და აქედან გამომდინარე, აი ეს ამ კატეგორიის ხალხის უნივერსიტეტიდან გაყრა და კონკრეტულად აი ჯავახიშვილის წინ, იმიტომ რომ 35-36 წლებში ეს ისტორიის აღქმა და ისტორიის ის უკვე ძალიან აქტუალური ხდება, იმიტომ პროპაგანდის უნდა გახდეს ისტორია, ისტორიის მიმართულება, ისტორიის მეცნიერება და აქ არის ზუსტად საინტერესო აი ივან ჯავახიშვილის უახლოესი მისი აღზრდილებია, პირველი თაობა, ასე ვთქვათ, ქართველი ისტორიკოსების 1918-22 წლებში პირველი გამოშვება უნივერსიტეტისა, სწორედ წამყვანი ისტორიკოსები სიმონ ჯანიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, სწორედ პირველ კურსზე იყვნენ, პირველი გამოშვება იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აქ მნიშვნელოვანი დეტალია, რომ მაშინ საბჭოთა ხელისუფლებამ სწორედ ეს დაუპირისპირა, ანუ ფაქტიურად ივან ჯავახიშვილის წინააღმდეგ სწორედ მისი მოწაფეების მეშვეობით სცადეს ამ იდეოლოგიური ბრძოლის წარმოება და ივანემ ყველას აპატია აბსოლუტურად და შემდგომშიც ეს დამოკიდებულება აი ძალიან საინტერესო ფოტოებიც არის შემორჩენილი 1940 წლის ეს იყო პირველი არქეოლოგიური გათხრები რეალურად საქართველოში კომპლექსური არქეოლოგიური გათხრები და აქ არის ერთობლივი სურათი სადაც იგივე ივან ჯავახიშვილის სიმონ ჯანიშვილი გვერდ განან და ანუ მისთვის ეს მას ძალიან კარგად ესმოდა რომ ეს არ იყო მათი პირადი განწყობის გამო და ეს იყო იმ ზეწოლის შედეგად რაც მათზე იყო მიმართული და ახლა როგორც ითხარით მისი დიდსულოვანი ბუნებიდან გამომდინარე ეს აი რაში გამოიხატებოდა რაში გამოიხატებოდა ეს აი როგორ ეს ზეწოლა როგორ იყო და აი რა აუგორა ეს საკითხი ანუ ეს მთლიანად ასე ვთქვათ იდეოლოგიურ ჩარჩოებში იყო მოქცეული და თითქოს ეს იყო სუფთა სამეცნიერო დისკუსია. აი მაგალითად იგივე განსაკუთრებით ნიკო ბერძენიშვილი ამ თვალსაზრისით უფრო მეც აქტიურად ის სოციალური ისტორიის კვლევარი იყო და ის როგორც ჩანს იმ პერიოდში მართლა გულწრფელად იყო დარწმუნებული რომ პრიორიტეტი, იმიტომ რომ თვითონ პროპაგანდა ასე მუშაობდა და ამ მიმართულებით მიდიოდა ნიკო ბერძენიშვილს აქვს ეს. ნიკო ბერძენიშვილი უდიდესი ქართველი ისტორიკოსი იყო და საერთოდ მე მაგალითად მიმაჩნია რომ აი აზროვნების სიღრმითა და იმ სოციალურ ისტორიაში ხო რაც მას აქვს მე მართლა ვთვლი რომ ყველაზე დიდი ქართველი ისტორიკოსი იმის ყოლია იმიტომ რომ მას აქვს საოცარი დაკვირვებები და საოცარი დასკვნები ამა თუ იმ ვთქვათ ისტორიოგრაფიის მიმართულებით სოციალურ ისტორიის თვალსაზრისით მაგრამ საქმე ის არის 30-იან წლებში ვინაიდან პრიორიტეტი იყო სწორედ ისტორიის ამგვარი აღქმა ნიკო ბერძენიშვილის როგორც ჩანს ამ მარქსისტული ამ მარქსისტული ასე ვთქვათ ხედვით ისტორიის ძალიან გატაცებული იყო და ამიტომაც გარკვეულ შემთხვევაში კონიუნქტურობა არის თუ ანუ რის თქმა მინდა ის რომ როგორც ჩანს იმ მომენტში იმიტომ რომ ახლა სტენოგრამას გადავხედავთ და ბერძენიშვილის ვთქვათ გამოსვლის ტექსტ ყურადღებით გავეცნობით დავინახავთ რომ გარკვეულ შემთხვევაში იმიტომ რომ ეს იმდენად მართლა სამეცნიერო დისკუსია ეს არ არის თქვათ ისე რომ ისინი ჯავახიშვილის წინამდე გიბრძვიან და რაღაც არ არის ეს არის უბრალოდ დისკუსია რომ ისინი რაღაც საკითხებს ამგვარად უყურებენ ისინი ახალი თაობის ისტორიკოსები არიან და ისინი თვლიან რომ მაგალითად რაღაც საკითხი სოციალური ისტორიის მიმართულებით უნდა იქნას სხვაგვარად განხილული და ამ შემთხვევაში გამოდიან ივან ჯავახიშვილის კრიტიკით უბრალოდ აქ საქმე რაშია რომ ამ წმინდა სამეცნიერო დისკუსიას მე ხელისუფლება სხვანაირად იყენებს. ანუ ეს დისკუსიას ფაქტიურად ის იყენებს როგორც ბერკეტს ივან ჯავახიშვილის წინააღმდეგ, რომ ეს არის ესე იგი მოძველებული ყაიდის, რომ მას არაფერი ესაქმება, რომ მას სტუდენტებს რო ასწავლოს, ეს არის და რაც თავარი კიდევ ეს იყო უკვე კარგად დადგმული სპექტაკლი, როდესაც სტუდენტების მანიფესტაცია მოაწყვეს და როდესაც სტუდენტები ვითომ საერთო იმით გამოდიან, რაღაც წერილს ადგენენ, რომ აი ივან ჯავახიშვილი არ შევართ ივან ჯავახიშვილის ლექციაზე, რომ ფაქტია რომ ივან ჯავახიშვილი ამის გამო იყო ძალიან გულდაწყვეტილი და ძალიან ისედაც მას პეტერბურგის დროიდან მოყოლებული ჯანმრთელობა სუსტი ჰქონდა.
ის მოიწამლა და იმის შემდეგ მთელი ცხოვრება ძალიან კაცრი დიეტაზე იყო და ამ ყველაფერმა პლუს იმოქმედა მის ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტად და ფაქტობრივად მისი ნაადრევი სხვა შორის აი ბევრი აღნიშნავს აი კაბადონ მარიამ მართლმადიდებლს თქვია ჩვენს ლექციაზე რომ ესე იგი ჩვენ ივანე გვეგონა ღრმად მოხუცია ახლა მაშინ სტუდენტი იყო როცა ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა და ამუშტარი სულ 64 წლის იყო ანუ აი ამ ფონზე ამ ყველაფრის ფონზე ხო 30-იან წლებში და ფაქტობრივად მას 31 წლიდან 23 რეაბილიტაცია მოხდებოდა ხო 37 წლამდე ფაქტობრივად მას ჰქონდა კონსულტანტის შტატი სახელმწიფო მუზეუმში ანუ აბსოლუტურად ცხოვრების სახსახე სამი შვილი ყავდა უკვე იმ პერიოდში ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ ის შვილები ხო თინეიჯერობის ასაკის ხო სამი შვილი პლუს სხვა შორის აი მას ებარა ასე თქვა კიტაბაშის ოჯახიც იმიტომ რომ კიტა და ივანე იყვნენ ქვისლები ხო და ფაქტობრივად კიტაბაშიძის მთელი ოჯახობა ისინი კიტა მოგხსენებთ 17 წელს გარდაიცვალა და ნაადრევად და მთელი ეს მისი ოჯახობაც ფაქტობრივად ივანეს პასუხისმგებლობა იყო მათი აღზრდა და ეს და აქედან გამომდინარე აი ეს ამდენი პრობლემები ხო ოჯახში და ეს და ამ ფონზე მისი მდგომარეობა ხო ანუ ფაქტობრივად ივანე ჯავახიშვილი იყო აბსოლუტურად აი განდევნილი და ყველანაირად შევიწროებული მეცნიერი იმ 30-იან წლებში და რეალურად მისი რეაბილიტაცია მოხდა რა თქმა უნდა ახლა არის ესეთი მოსაზრებები რომ თქვა სიმონ ჯანაშიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში რომ მოხდარიყო ივანე ჯავახიშვილის რეაბილიტაცია და გარკვეულად მისი ძველი ნაცნობობა თქვა ლავრენტი ბერიასთან ისინი თანატოლები იყვნენ და აფხაზეთში ერთად სწავლობდნენ და შემდეგ და ამან გარკვეული როლი შეასრულა თქვა მაგრამ ახლა ისიც გავითვალისწინოთ რომ ესე მარტივად ეს საქმე ვერ მოგვარდებოდა იმიტომ რომ ივანე ჯავახიშვილს მოუწია ძალიან სერიოზული კომპრომისი მისთვის ძალიან სერიოზული კომპრომისი სხვა შეიძლება ამას მარტივად გააკეთებდა მაგრამ ივანე ჯავახიშვილის იყო სერიოზული კომპრომისი ოღონდ ეს ისეთი კომპრომისი იყო რომელიც სვისი თვალსაჩინო იქნება ძალიან მარტივი ხო მან უბრალოდ დაწერა ერთი სტატია რომელიც ეხებოდა სტალინის გენეალოგიას შეიძლება ასე ითქვას ტერმინი ჯუღას შესახებ და ჯუღაშვილების გენეალოგია ხო ესეთი აბსოლუტურად მართლა მაღალ სამეცნიერო დონეზე და ესეთი საინტერესო ანალიტიკური სამეცნიერო წერილია და ამ წერილმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ივანე ჯავახიშვილის დაბრუნებაში ასე ვთქვათ და ის ერთბაშად აი ამ გარიყულობიდან და აბსოლუტური იზოლაციიდან უცებ ბრუნდება მისთვის შესაფერის რაც მას ეკუთვნოდა იმ პედესტალზე ძალიან სწრაფად ის ხდება ჯერ ხო მას ჩააბარეს ასე ვთქვათ ეს გარკვეული გამოსაცდელი ის იყო როცა მას დაევალა 38 წელს რუსთაველის საიუბილეო იყო და შოთა რუსთაველის მთელი ეს საიუბილეო პროცესი მათ შორის გამოფენა და ეს ყველაფერი ამის სათავეში ივანე ჯავახიშვილი ჩააყენეს და როდესაც მან ამ ყველაფერს ან მაღალ დონეზე გაუძღვა და იგივე ეს გამოფენა იგივე ორი კრებული გამოვიდა და მოკლედ ყველაფერი ძალიან კარგად გაკეთდა და ამის მერე უკვე იწყება რომ ეს ხდება უმაღლეს საბჭოს დეპუტატი მაშინ ესე იგი უმაღლეს საბჭოს არჩევნები პირველად ტარდება ეს ახალი ასე ვთქვათ საკანონმდებლო ორგანოა საბჭოთა საქართველოს ისტორიაში პირველი არჩევნებია და ის ვაკის რაიონში იქნა წამოყენებული დეპუტატი უბრალოდ მაშინ ვაკის როგორც პარტია ხო? ხო, როგორც არა, ну მაშინ ხო გასაგები ყველა კანდიდატი იყო კომუნისტური პარტიიდან, ხო რა თქმა უნდა როგორც პარტია. და სხვა შორის ეს საინტერესო ეპიზოდია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ივანე ჯავახიშვილის ერთადერთი ანუ ცოცხლად სადაც ის ანუ ის ჩანაწერი ხო, მისი საუბარი და დაახლოებით 5 წუთიანი ფრაგმენტია, როცა ის მიმართავს თავის ამორჩეველს უნივერსიტეტში გამოდის ის სიტყვით, ანუ თესაუს პირველ კორპუსში მაშინ იყო საარჩევნო უბანი და ის ხვდება თავის ამორჩეველს და ეს ძალიან საინტერესო და ესე დამახასიათებელი სიტყვა ეს ჩვეულებრივ ინტერნეტში იძებდნენ ეს თავისუფლად შეიძლება ამ ეპიზოდის ნახვა და ივანე ჯავახიშვილი მიმართავს თავის ამორჩეველს და აქაც ჩანს მისი აი საოცარი თავდაბლობა და საოცარი უბრალოება ხო ასეთი საოცრად დიდი მეცნიერი ის უბრალოდ ამბობს რომ მე ის მადლობას უხდის თავის ამორჩეველს ამ დიდი ნდობისთვის და ეუბნება რომ მე ჩემს ცხოვრებას და ჩემს შრომას ვადარებ ჭანჭველის ყოფას რომელიც ჭანჭველი ხო ცნობილია დიდი ზომის ტვირთს 5-6 დიდი ზომის ტვირთს ზიდავს და ჭანჭველის მდგომარეობაში ვარ რომელიც
ცდილობს რომ რაც შეიძლება დიდი ტვირთი აწიოსო და თუ კი ეს გამომივიდა რაღაც გამიკეთებია ჩვენ ცხოვრებაში, ესე იგი ამისთვის ეს თქვენი შესაძლებელი ამისთვის ძალიან დიდი მადლობელი ვარ რომ დობისთვის და დაფასებისთვის და მოკლედ აი ეს სიტყვა ძალიან ესეთი ძალიან კარგად გამოხატავს ივან ჯავახიშვილის პიროვნებას და შემთხვევით არ არის რომ მას ქართული მეცნიერების რაინდად იქნა შერაცხული ამგვარად იხსენიებენ, იმიტომ რომ მართლაც მან ძალიან რთულ დროში გაუძლო აი ამ ყველაფერ განსაცდელს ამ ყველაფერ ურთულეს გამოწვევებსა და ფაქტიურად დარჩა როგორც ნამდვილად სინდისი ქართული მეცნიერებისა და ხშირ შემთხვევაში იმ ფონზე გარშემო რა ვითარებაც იყო და ვთქვათ ეს წითელი პროფესურა და ეს ზოგადად დამოკიდებულება უმაღლესი განათლების მიმართ მეცნიერების მიმართ აი იმ ფონზე ივან ჯავახიშვილი ნამდვილად დარჩა ლეგენდად და ნამდვილად ესეთ პიროვნებად რომელიც შეიძლება ითქვას რომ გარკვეულწილად აი გადაარჩინა ქართული მეცნიერების სახელიც გარკვეულწილად შეიძლება თქვა. ხო, მან კიდე ერთი ეპიზოდი იყო ძალიან უსიამოვნო, ანუ ეს ძალადობის, ხილული ძალადობის ესეთი მასობრივი ძალადობის და პირველი ეპიზოდი რაც მე მახსენდება ეს უკავშირდება 1924 წლის აჯანყებას, როცა 24 წლის 5 თუ 7 სექტემბერს უბრალოდ არ მახსოვს. კი, ეს არის 5 სექტემბერი, ანუ როდესაც დამკომის კოტე ანდრონიკაშვილის მეთაურობით დამკომის წევრებმა უკვე მეტეხის ციხეში ხელი მოაწერეს იმ ოფიციალურ მიმართვას, რომელიც მე კომუნიკაში გამოქვეყნა. და ეს მიმართვა, ანუ ფაქტობრივად ეს არის ტალღობრივი, ანუ გაგრძელება, იგივე ტექსტია ფაქტიურად, ანუ თვითონ დამკომის წევრებმა ეს ძალიან შეგნებულად და თვითონ იმიტომ რომ იმდანაც გასაგები იყო რა აჯანყება დამარცხდა და შემდგომი პროცესები ხოლმე და ხოლმე უფრო მეტ მსხვერპლს გამოიწვევდა და თავად პატიმრებმა მოილაპარაკეს რომ ჯობია მოუწოდოთ ყველას გაჩერებისკენ და სხვა შორის ტერმინი ავანტიურა თვითონ როცა ჩეკამ მოითხოვა რომ ეს ტერმინი გამოეყენებინათ და ფაქტიურად მე ეს როგორც ესე ვთქვათ ეს ტერმინი აგორდა და ყველა იმ ოფიციალურ მიმართვაში რომელსაც ეს იყო ვთქვათ უნივერსიტეტ პროფესურის ეს იყო ეს ამგვარი მიმართვები ვთქვათ იყო ხელოვანთა მხრიდან კულტურის მოღვაწეთა მიმართ მოკლედ ეს იყო ტიპიური საბჭოთა კამპანია სადაც ტირაჟირება ხდებოდა ერთ-ერთი პრინციპში ახლა მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ანუ იმ სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა წერილს ხელს აწერს ყველა ის დიდი სახელი რომელიც დღეს ჩვენ ვიცით და დამფუძნებელი მამები არიან ქართული მეცნიერებისა და ნუ ამ პანთეონში ვინც ასვენიათ ხო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში იმ ეზოში პირველ კორპუსის ეზოში ვინც ასვენია ყველა არის ხელმოწერთა შორის მაგრამ ფიზიკური ხელმოწერა არავის არ გვინახავს ეს ტექსტი ისეთი ძვირი არის ტექსტი რა თქმა უნდა ანუ ტექსტი დადეს და იმათ სახელები დაადეს ამითი ასე ვთქვათ გააფუჭეს ასე რომ ვთქვათ ცდილობა იყო რომ მათ სახელები გაეფუჭებინათ ეს ერთი თუმცა აი ამ შენ ახსენე და ნუ მოყევი ესე იგი სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილთან დაპირისპირება იყო ну დაპირისპირება სამასურდა დისკუსია იყო ხო ნუ რომელიც ეხა ეგ არის ყველაზე მახინჯი ხო აი დღესაც აი დღევანდელ დღეს აი მეც შემხვედრია ხო რაღაცა სამეცნიერო ას გამოთქვამ და მე ამას ესე იგი აი პოლიტიკურ კუც აბამენ პოლიტიკური ელფერის მიცემული ხო მე საბჭოთა მეთოდია ხო რამდენ ადამიანის გასაშავებლად ხო რომ აი ეს მე ლექციებზე არ შეუშვათ ეს დავხუროთ იქიდან გამოვაგდოთ ანუ ეს დღევანდელ დღესაც გვაქვს საკმაოდ მასობრივად და კიდე იყო სხვა რაღაცები ხა ქართული მაშინ ფუძდება ყველაფერი ფაქტობრივად ქართულ მეცნიერებაში მაშინ იქმნება ანუ გამომდინარე იქიდან რომ მანამდე ჩვენ უნივერსიტეტი არ გქონია 18 წელს დაფუძნდა ხო და ეს მთელი ქართოლოგია რეალურად იყო პეტერბურგში პეტერბურგში რა თქმა უნდა და ნუ რამდენიმე კაცი ხო მთელი ქართოლოგია ისე არ უნდა აღვფოთ არა ნუ დიდი მასა ხო თავარი წამყვანი ხო ახვლედიანი შანიძე ყიფშიძე თვითონ ჯავახიშვილი ყველა ნიკომარი ყველა ნიკო და მე ჩამოვიდნენ ესენ და აკეთებენ ამ საქმეს ხო და ერთ-ერთი მიმართულება იყო გეოლოგია და ქართული გეოლოგიის დამფუძნებელი მამა არის ალექსანდრე ჯანელიძე, რომელიც სხვათა შორის ჩემი თანასოფლელია, ну, შესაბამისად ირაკლი კობახიძის თანასოფლელიც არის. ხო და ამ კაცმა იყო ესეთი რაღაცა, ну, ისინი არიან
თავადები არიან ჯანელიძეები ხა რაჭაში, სულ რამდენიმე ოჯახი არის და გიმნაზიაში მიიღო განათლება ქუთაისის გიმნაზიაში, მერე მიიღო უმაღლესი განათლება რუსეთში და შემდეგ უკვე აი 18-21 წლებში პირველ რესპუბლიკას ჰქონდა ეგეთი რაღაცა, რაც არის აი როგორც დღევანდელი, რომელიც ახლა ხურავენ თუ დახურეს განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომ საქართველოს მთავრობა ხედავს, რომ კადრების სრული დეფიციტი გვაქვს. ანუ კვალიფიციური ქართულენოვანი კადრების, ესე იგი რა ხდება, რომ 1917 წლამდე ხო მართლობა ამ ტერიტორიაზე რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. 18 წლიდან ეროვნული სახელმწიფო გვაქვს, გადავდივართ ქართულ ენაზე. ტერმინოლოგიაც არ აქვს. და ტერმინოლოგიაც არა გვაქვს. ანუ ქართულად ვინც ლაპარაკობს, იმათაც კი უჭირთ ქართულ ენაზე სახელმწიფო მართლობა, იმიტომ რომ ტერმინოლოგია არ არის შემუშავებული და ქართულენოვანი კადრების მწვავე დეფიციტი არის. და შესაბამისად და პროფესურის ნაკლებობაც არის, იმიტომ რომ იმდენი არ არის, ერთი ფაკულტეტი გაიხსნა მაშინ 1918 წელს და სასწრაფოდ იწყებენ გაგზავნას საზღვარგარეთ ქართველი სტუდენტებისა, რომ ისინი შემდეგ ევროპული უნივერსიტეტებიდან ცოდნით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ უკან და ჩადგნენ დემოკრატიული რესპუბლიკის სამსახურში სხვადასხვა მიმართულებით. ეს იყო აუცილებელი მოცემულობა და სხვათა შორის ის რესპუბლიკა იყო ძალიან გაჭირვებული, ხო და მე მახსოვს, ახლა ის შენ რო სადოქტორო დისერტაცია პარიზის საზავო კონფერენციის შესახებ მაქვს დაწერილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის საკითხისა და 400 გვერდი არის ქართული დელეგაციის ხდომის ოქმების და სულ არის გაჭირვებაზე ლაპარაკი აი ამ ხდომის ოქმებში და ყველა არის უოჯახოდ წასული, იმიტომ რომ ოჯახის შენახვის ფული არავის არ აქვს. ერთადერთი საკითხი შეიძლება ითქვას, რაშიც ფულს არ იშურებენ, აი ეს დელეგაციას რო ეს ფული აქვს წაღებული რაღაც რო თავი ირჩინოს, როცა ქართველი სტუდენტები მიდიან რომ აი ხა ვეღარ ცხოვრობთ, ვეღარ ვაგრძელებთ სწავლას, აი ამათ უარით არასდროს არ ესტუმრებენ და ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო ალექსანდრე ჯანელიძე, რომელმაც გეოლოგიური განათლება მიიღო როგორც გერმანულ, ასევე ფრანგულ უნივერსიტეტებში, აი ამ სწორედ ამ სამთავრობო დაფინანსებით და რო დაბრუნდა 1925 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მან დაწერა მემუარები. არ არის ეს ფართო ცნობილი ეს მემუარები, 90 წელს არის გამოქვეყნებული ალექსანდრე ჯანელიძის მოგონებები, სადაც აი ამ დისერტაციის დაცვის თავს დაარქვა ესე დოქტორობია. რატო დაარქვა ესე დოქტორობია? ამას ახლა ტოპ დონის განათლება აქვს მიღებული ევროპაში და მაშინ გეოლოგია რა არის, კაცმა არ იცის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ანუ ასე რომ ვთქვათ, ამასხარავებს იქ მიმდინარე პროცესს, რომ აი დღეს რო არ ხო იცი, რო არიციან რომ რა კითხონ. წითელი პროფესორა რო არიციან რა კითხონ და ეკითხებიან რა ლიტერატურა გამოიყენე, ხო იცი? კლასიკური კითხვა, როცა არიციან რა კითხონ. და სხვათა შორის ალექსანდრე ჯანელიძე, რომელიც 45 წლებში სოფლიო ომის დროს, აი ამ სოფლიო ომის დროს იყო თესეუს რექტორი, ის კრიტიკულად არის ივანესადმი განწყობილი, იმიტომ რომ ანუ ეს არის სულთა სამეცნიერო დისკუსია არის რა, ის ამბობს რომ ივანე აი ამ გეოლოგია ვერ გაიგო რა იყო, მისთვის უცნობი ამბავი იყო ეს თუ რა არის და წინააღმდეგობას წევდა, ანუ კი არ მეხ პირიქით არ უნდა რომ ეს ყოფილიყო, მაგრამ ანუ ამისი აღქმა ახლა იქ ჯანაშია, იქით ბერძენიშვილი, აქეთ ჯანელიძე კიდე სხვა ისეთი არამარტივი ურთიერთობებიც იყო და დღესაც სხვა არამარტივი ურთიერთობები არის ადამიანებს შორის. ჩვენ ახლა ამ ისტორიას უყურებთ, რომ ივანე ჯავახიშვილი დაბადებიდან არის წმინდანი, რომელიც დგას პედესტალზე და რომელთანაც რაღაცა შეკამათება არ შეიძლება. ხო, არა, ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელთანაც ასეთი ურთიერთობებიც არსებობდა, ისეთი ურთიერთობებიც არსებობდა, ხო? და დღესაც ხა ქართული მთელი რიგი მისი დებულებები დღეს მე გადასინჯულია. გადასინჯულია, ხო. აი დღეს რო თქვა, რომ ივან ჯავახიშვილს ამას არ ვეთანხმები, რაღაცაზე ამაზე არის წევილი კივილი ხოლმე, ხო? და სინამდვილეში ხა ივან ჯავახიშვილმა ნოლიდან შეიძლება ითქვა შექმნა ქართული ისტორიოგრაფიის ჩარჩო, რაღაცა ჩონჩხი, რომელშიც მე ბოდიში თვითონ აი ძალიან გულდაწყვეტით ამბობს ამას, რომ მე ძალიან ბევრი დრო დავკარგა, ანუ წარმოიდგინე რომ აი მის 12-ომული რო ავიღოთ, ხო? მთელი რიგი მიმართულებები, როგორც არის ვთქვათ, წყაროწმუნდება, ეპიგრაფიკა, პალეოგრაფია, ისტორიული გეოგრაფია, მოკლედ მთელი რიგი ქვედარგების ფუძემდებელი, მუსიკის ისტორიაც კი.
და თვითონ დანანებით ამბობს, რომ მე რამდენი დავაკელი სამეცნიერო კვლევას და რამდენი რამე ვერ გავაკეთე იმის გამო, რომ ფაქტიურად ყამირი იყო ეს ყველაფერი და საჭირო იყო ყველა მიმართულებით რაღაცა ბაზისის შექმნა. ანუ მან მთელი ეს ენერგია მიზანმიმართულად და გააზრებულად მოახმარა იმას, რომ აი ეს განზოგადებული შრომები იგივე სამართლის ისტორიაში, ეკონომიკის ისტორიაში ეს ყველაფერი დაედო, რომ შემდეგ საფუძველი შეექმნა და ეს იყო ძალიან ესეც მიუთითებს აი მის ძალიან მაღალ მორალურ, ასე ვთქვათ, კრიტერიუმებზე, რომ მან ფაქტიურად ამით თავისი სამეცნიერო კარიერა გადადო გვერდზე. წეგან იგივე ის ამბავი რო აღნიშნეთ, რომ უარი თქვა სადოქტორო დისერტაციის დაცვაზე, იმიტომ რომ პეტერბურგის უნივერსიტეტის სადოქტორო დისერტაციის დაცვა ნიშნავდა მინიმუმ 2 წლის გაცდენას, ხო? ანუ სხვა საკითხს უღარ გააკეთებდა და მან ამაზე უარი თქვა გამიზნულად, იმიტომ რომ ეს არ მიაჩნდა პრიორიტეტად და ერჩინა, რომ ეს რაც ქართული საქმე იყო, იმისთვის მოეხმარებინა ეს დრო. უნდა ესე ვიცოდეთ ყველამ რა, ვინც ამა თუ იმ საკითხს განვიხილავთ, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ, როცა ისტორიაში ვლაპარაკობთ ადამიანებზე, ისინი ჩვეულებრივად ადამიანები იყვნენ, როცა სიცივე იყო ციოდათ, როცა საჭმელს არ ჭამდნენ, შიოდათ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, არ არის რაღაცა, ანუ თუ რაღაცა სიახლე გაჩნდა მეცნიერებაში, რომ აი ეს სიახლე როგორ შეიძლება ითქვას, ეს არ არის ასე, ეხლა ჩვენ პროფესიულად, ვისაც გვაქვს მისი 12 ტომეული წაკითხული, ხო, ესა თუ ის წიგნი და ესა თუ ის ტომი, ანუ ჩვენ ხედავ, რომ ადამიანი რაღაცას ნოლიდან წერს, ხშირ შემთხვევაში ეს არ არის ჩაღრმავებული კვლევა, ეს არის პირველადი მონახაზი საკითხის მიმოხილვისა, რომელიც დებს საფუძველს უკვე შემდგომი კვლევისთვის, ხო და ამ კაცმა ამისთვის გააკეთა, რომ მე ადგე და შენ გააღრმავ და რატო აღრმავებ და რა ქვია ამისი გადახედვა როგორ შეიძლება, ეს არის პირიქით მის დებულებას ეწინააღმდეგება და მის მოწოდებას იმის თაობაზე იმისა, რომ მან იცოდა, რომ საფუძველს ყრიდა. აი, ყველაზე საინტერესო მაგალითი ზუსტად ჩვენ ვახსენებთ ცხეთის გათხრები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო ქართული მეცნიერების ისტორიაში, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ მაინც ქონდა რაღაც ეპიზოდები, მაგალითად იქ აი ეს 19 საუკუნის ბოლოს იყო გარკვეული ცდელობები, ექვთიმე თაყაიშვილმა 1920 წელს გელათში დაიწყო არქეოლოგიური გათხრება, მაგრამ აი რასაც ქვია კომპლექსური და კარგად დაგეგმილი და გააზრებული პროცესი პირველი იყო მცხეთა. და 1940 წელს აი როცა ეს არმაზისხევის სამარონ გაითხარა და აღმოჩნდა სწორედ ეს არმაზის ბილინგვა და მათ შორის აი ეს ტერმინთან დაკავშირებით პიტიახშთან დაკავშირებით ივან ჯავახიშვილმა საჯარო თქვა რომ მე არასწორად მიმაჩნდა აქამდე ანუ ის თვლიდა რომ პიტიახში ეს არის ესე იგი სპარსეთ ანუ ირანის გავლენით შექმნილი ესე იგი გარკვეული სამოხელეო თანამდებობა რომელიც რაღაც ლოკალურ ზონაში უნდა ყოფილიყო და მან აღიარა რომ მე ვწდებოდი პიტიახში ეს არის ფაქტიურად ერისთავის ტოლფარდი ტიტული და ის გვხვდება ყველგან და ამიტომ აი ეს მომენტიც რომ ეს მეცნიერის იმაზე მიუთითებს ხო მან თავისი ასე ვთქვათ არ გაუჭირდა თავისი შეხედულების გადასინჯვა როგორც კი დაინახა კონკრეტული არტეფაქტი კონკრეტული მასალა რომელიც ეწინააღმდეგებოდა ძველდებულებას ხო ეს ჩვეულებრივი ამბავია და ნებისმიერ მაღალი რანგის მეცნიერი რიგითი მეცნიერიც კი ამას უნდა მოქმედებდეს ხო ბუნებრივია კარგი ეხლა ძალიან დიდხანს გავჩერდით ამ საკითხზე პრინციპში ხა ხო როცა მეცნიერებაზე ლაპარაკობ ჯავახიშვილზე არ შეიძლება დიდხანს რო არ გაჩერდე მაგრამ მაინც რომ ბევრი რამე გვაქვს მოსასწრები, ესე იგი 20-იანი ეს 30-იანი წლები ხა 6 რექტორი, ხო? 6 პატარა ამბავი ეს არ არის. ნუ იული წარმოსადგენია რა მძიმე გარემო არის მაშინდელ უნივერსიტეტში. ანუ ეს რეპრესიები და პლუს ხდება სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების დაარსება. აი, წინა განცემაში აღნიშნეთ, რომ ფაქტიურად საბჭოთა განათლების სისტემის მთავარი მოტივი იყო პირველ ეტაპზე აი ეს დეფიციტი, რაც ჰქონდათ კადრების, პედაგოგთა კადრების. რამენერად ეს დეფიციტი უნდა ამოევსოთ და სკოლების პედაგოგები ჭირდებოდათ, ანუ საშუალო განათლების სფეროში იყო ბევრი კადრი საჭირო და ამიტომაც ის რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაშალეს ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური განაწყვეტილება ეს ანუ ეს მხოლოდ ძველი ასე ვთქვათ ბურჟუა ინტელიგენციის და ბურჟუა მეცნიერების წინააღმდეგ მიმართული აქცია არ იყო ეს კარგად დაგეგმილი და მოფიქრებული ქმედება რომლის მთავარი მოტივი იყო რა რომ აი ჩვენ გვჭირდება ბევრი ესე იგი საშუალო არა მეცნიერები არამედ გვჭირდება პედაგოგები ვთქვათ იგივე ნების ყველა მიმართულებით ისტორია იქნება ეს თუ ჰუმანიტარული მეცნიერებები თუ
ტექნიკური თუ საბუნებისმეტყველო სკოლა და ასე შემდეგ და აქინა გამომდინარე ხდება სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაშლა პედაგოგურ ინსტიტუტებად. ეს პროცესი გრძელდება თითქმის 7 წელიწადი. ვიდრე აი ეს პოლიტიკა შეიცვალა და ფაქტიურად უნივერსიტეტი ხელახლა აღდგა, თუმცა ეს ინსტიტუტები, რომელიც მაშინ ჩამოყალიბდა, ცოტა მოგვიანებით იმ ბაზაზე ჩამოყალიბდა, თქვა, უცხოენების ინსტიტუტი, იმ ბაზაზე ჩამოყალიბდა, პედაგოგიური დარჩა ცალკე, სამხატვრო აკადემია და ასე შემდეგ, სხვა დაწესებულებები, უმაღლეს სასწავლებლები, რომლებიც შეიქმნა ამ ფონზე. აქ არის საინტერესო დეტალი, აი განსაზღვროთ, გასაგებია ხო ჩვენ მეცნიერების ყველა დარგს ბუნებრივი ვერ შევეხებით, იმიტომ რომ კომპეტენცია არ გვეყოფა. ჩვენ ვისაუბროთ მოდით მარტო ისტორიაზე, სადაც თვისე რაღაც გვესმის და გაგვეგება და უბრალოდ აი ამ ისტორიის მეცნიერებაში მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად იდენტურია იმისა, რაც ხდებოდა სხვაგან და უფრო მეტად კიდევ მძიმეა, იმიტომ რომ ისტორია მაინც სახელმწიფო საბჭოთა ხელისუფლება მნიშვნელოვანი იყო როგორც იდეოლოგია პროპაგანდის მიმართულება. და აი საინტერესოა რომ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა აღნიშნოს ზოგადად და დამეთანხმები შენს რომ აი დასავლურ მეცნიერებაში და ეს ჩვეულებრივი ამბავი მეცნიერების რომ კვლევა სწავლება და სწავლა არის ერთი კომპლექსი და ამის დაშორება არ უბრალოდ წარმოუდგენელი, ამის დაშორება არ შეიძლება, ხო? ეს არის ერთიანი სისტემა. აი საბჭოთა განათლების სფეროს სწორედ გახასიათებს, რომ მან გამიჯნეს ყველაფერი ერთმანეთისგან. ესეც რა თქმა უნდა კარგად მოფიქრებული სქემა იყო, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ მომხდარიყო, ანუ სწავლების პროცესთან ყველას არ უნდა ქონდეს შეხება. ანუ სწავლის პროცესზე შეხება უნდა ქონდეს, ასე ვთქვათ, სანდო ელემენტებს. ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვჭირდება სხვა მიმართულებით, ანუ ვთქვათ, იგივე საბჭოთა თუნდაც მეცნიერებას რაღაც სფეროებში ისიც მიდიოდა კომპრომისი, ანუ ვთქვათ, ჭირდებოდა უფრო სიღრმისეული, აი ერთ მაგალითს მოვიტან, მაგალითად, გასაგებია რომ საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო ფაქტობრივად აკრძალული იყო ეკლესიის ისტორიის კვლევა, ხო? დასახურული თემა იყო. მაგრამ და ხშირად ეს მემუარებში არის ეს მომენტი დაფიქსირებული. თუმცა ბოდიში შეგაწოდებ იყო ათეიზმის კათედრა, რომელიც მერე გადაკეთდა თეოლოგიის კათედრად 90-იან წლებიდან. ხო და მოკლედ ნიკო ბერძენიშვილი, რომელიც ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი იყო მაშინ, ეკლესიის ისტორიის თემებს ფუთავდნენ როგორ? ნუ არქმევდნენ მაგალითად ფეოდალური სენიორების ისტორია, თქვა მონასტრების ისტორია შეგესწავლონ, დაგერქმევენ ფეოდალური სენიორების ისტორია. ბაბილინა ლომინაძე იყო მაგალითად ფაქტობრივად პიონერი იყო ქართული ეკლესიის კვლევის საბჭოთა პერიოდში, კვლევის ისტორიის საქმეში და მისი ყველა ეს წიგნი არის ამ სათაურით გამოდის. ფეოდალური სენიორები, მაგალითად გარეჯის ფეოდალური სენიორის ისტორიიდან და ანუ ესეთი შეფუთვები იყო. ერთი-ორი ფრაზას თავში რაღაცა მარქსიზმ ლენინიზმიდან იტყვი და ხო, დანარჩენი ჩვეულებრივად ეკლესიის ისტორიის კვლევაა და ახლა ეს რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ როცა ეს გამიჯნა მოხდა ის იმდენად მძიმე მომენტი იყო, ანუ ფაქტობრივად დაშალო შენა ეს სამი, ანუ კვლევა, სწავლება და სწავლა. აი ეს სამი პროცესის დაშლა იმდენად სიღრმისეულად მოხდა, რომ ფაქტობრივად დღემდე ეს საბჭოთა, ასე ვთქვათ, დანაკლისი დღემდე მოყვება. ანუ მე ის თქმა უნდა ეს ჩამოყალიბდა 30-იან წლებში დაიწყო სამეცნიერო ინსტიტუტების შექმნა. ანუ უნივერსიტეტები და ინსტიტუტები, პედაგოგიური, ანუ სასწავლო ინსტიტუტები დარჩა ცალკე, სადაც უკვე ძირითადად მომრავლდა უკვე წითელი პროფესურა და მოკლე, ასე ვთქვათ, ვადით, ანუ რომელსაც არ გაუვლია მეცნიერების ყველა საფეხური და ყველა ეტაპი, ისინი მარტივად გახდნენ პედაგოგები და ამის ფონზე საბჭოთა ხელისუფლება ქმნის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს. და ბოლოს ამის დაგურგვინება უკვე მეცნიერებათა აკადემია. ოღონდ ეს სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტი და კონკრეტულად აი ისტორია და ჰუმანიტარული მეცნიერების სფეროში ესეთი იყო ენიმკი. ანუ ენის, მატერიალური კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტი, რომელიც ჩამოყალიბდა 36 წელს, ხო, ეს ატარებდა მე ნიკო მარის სახელს, იმიტომ ნიკო მარი 1934-ში გარდაიცვალა და ნუ ის ნიკო მარი ზოგადად ითვლებოდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჰუმანიტარული მეცნიერების მეტრად და მთავარ ფიგურად, ოღონდ აქაც სულთა პოლიტიკური თემა იყო ეს. ახლა ნიკო მარი უდიდეს მეცნიერი იყო, მართლაც რაზე ესაუბარი. საქართველოში არ უყვარდათ ხშირად და დღესაც არ უყვარდათ. ხო, ნიკო მარი მოდი მაშინ ცოტა ისე უკან დახევა მომიწევს, მაგრამ ეს ავხსნათ რატომ არ უყვარდათ, ამასაც აქ თავისი მიზეზი. საერთოდ ვინ არის ეს კაცი ეს ნიკო მარი? კი, იმიტომ რომ ხო
ხო, ნიკომარი კი ბატონო, დედით და ავიენები ამბობენ, მამითაც გურული იყო და ქართველი იყო. ხო, ორი შემთხვევისთვის ის ესე იგი ბავშვობიდან ხა ის ქუთაისის უნივერსიტეტის გიმნაზია როცა დაამთავრა ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად სხვა ტოლები იყვნენ და მთელი ცხოვრება მათ განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდათ და შემდეგ ისინი ერთად აგრძელებენ სწავლას პეტერბურგის უნივერსიტეტში. ექვთიმე ბრუნდება, მისი კარიერა სხვა მიმართულებით წავიდა და ეს მისი გადაწყვეტილება, მისი ძალიან გამიზნული არჩევანი იყო. და ნიკომარი იყო გამოკვეთილი, ასე ვთქვათ, ის იყო ახლა ძალიან დიდი მეცნიერი იყო, მასშტაბიც ისეთი იყო, მაგრამ მას ჰქონდა რა თქმა უნდა ძალიან ესეთი ამბიციური ტიპი იყო და ბუნებრივია მას სურდა ეს, რომ მისი კარიერა და მისი ბოლოს რასაც ის იყო ფაკულტეტის დეკანი იყო აღმოსავლეთ ცოდნაობის, შემდეგ იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ჯერ კიდევ იმპერიის პერიოდში. ანუ ძალიან დიდი სახელი იყო, დიდი მასშტაბი იყო. და მე ხო ახლა ყველა საინტერესო რა არის რომ ნიკომარი თავის დროზე იყო გარკვეულწილად შეიძლება ვთქვა დევნის ობიექტი. ეს დევნის ობიექტი რას გულისხმობ? მაშინ პეტერბურგის უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის მიმართულება, ანუ ქართული, სომხური ფილოლოგია და ისტორია იყო ფაქტობრივად ერთი საერთო ის იყო ცალკე ქართოლოგიის კათედრა, ცალკე არმენოლოგიის და ალექსანდრე ცაგარელი იყო, ვინც ხელმძღვანელობდა ქართოლოგიის მიმართულებას და მისი მოწაფე იყო ნიკომარი. და ნუ ახლა შეიძლება იყო გარკვეულწილად სამეცნიერო შეუთანხმება, მაგრამ პიროვნული მომენტის მნიშვნელოვანი იყო, მოკლედ ალექსანდრე ცაგარელმა დაბლოკა ნიკომარის კარიერული წინსვლა, ნიკომარი იძულებული გახდა გადასულიყო არმენოლოგიაზე. არმენოლოგიით გაიგრძელებინა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ის სომხურსაც შენერად ფლობდა და ფაქტობრივად რომ ვთქვათ, რომ მისი კვლევების საკმაოდ დიდი ნაწილი არმენოლოგიის მიმართულებითა და აქაც ფუნდამენტური კვლევები აქვს. და მოკლედ ეს უსიამოვნება შემდეგ გაგრძელდა ისე რომ ნიკომარი როგორც უკვე ვთქვით ხდება არა მარტო დიდი მეცნიერების ადმინისტრაციული მაღალი რანგის ჩინოვნიკიც ასე ვთქვათ პეტერბურგის უნივერსიტეტში. აქ არის საინტერესო ისტორია რომ ივან ჯავხიშვილი რომელიც იყო ნიკომარის მოწაფე და თავიდანვე ესე იგი ნიკომარი ძალიან მოწადინებული იყო და ყველანაირად ხელს უწყობდა ივან ჯავხიშვილს, მათ შორისაა ცნობილი სინას ექსპედიცია ანიში ერთად იყვნენ და შემდეგ აი ეს არის მართლაც მოსწავლესა და მასწავლებლის ურთიერთობის ძალიან კარგი ის, მაგრამ აქ საინტერესოა ამბავი და ისტორია, რომელიც იწყება 1905 წელს. საქმე ის არის, რომ თავისი პოლიტიკური შეხედულებებით და თავისი იდეებით ნიკომარი იყო გამოკვეთილი მონარქისტი. ანუ ის იყო კოსმოპოლიტი თავიდანვე, თავისი ანუ ეს მის კვლევებსაც ეტყობა ის აბსოლუტურად არ ზის და ეს ბუნებრივიც ამიტომ არ ზის რაღაც ნაციონალურ ჩარჩოებში, ის არის ძალიან მაღალი დონის კვლევარი და ეს ენების ზონა მან რა ვიცი, ათეულობით ცოცხალი და მკვდარი ენა იცოდა, ზოგი ამბობს 22 ენა იცოდა, ამის ნამდვილად ძნელი სათქმელი, ამის დათვლა შეუძლებელია, მაგრამ ფაქტობრივად მუშაობაში ძალიან ბევრი ენას იყენებდა. ქონდა ესე იგი საოცარი ხედვა და ძალიან დიდი მასშტაბი აზროვნების და შესაბამისად ის იაფეტური თეორია, რომელიც მე ნიკომარის თეორია, რომელიც მე საინათმეცნიერო დისკუსიის საგანი გახდა და თუკი 30-იან წლებში მას ჰქონდა ეს ხარდაჭერა და სტალინიც ამას ემხრობოდა, მე უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ უკვე პირიქით ნიკომარი გარკვეულწილად დაიწუნეს და ნიკომარი დევნის ობიექტი გახდა უკვე პოსტფაქტუმ გარდაცვალების შემდეგ და სამაგიეროდ სხვები დააწინა. ეს საკითხი ამას მოვასწრებთ ალბათ ამაზე ლაპარაკს, მაგრამ თავარი რა დაუნიშნო, რომ ნიკომარსა და ივან ჯავხიშვილის შორის ურთიერთობები დაიძაბა 1905 წლიდან, რატომ ესაა პირველი რევოლუციის პერიოდი და ზუსტად 1905 წელს ივან ჯავხიშვილი აქვეყნებს ძალიან საინტერესო ბროშურას, ეს არის მეცნიერება და მოქალაქეობა. თუ მეცნიერებად მამულიშვილობა ესეთი ბროშურა და სადაც ის ამბობს ეს რაღაცას რომ მეცნიერი ნიკომარი თვლიდა რას რომ დღეს რუსეთის იმპერია ხო შეიძლება ანუ ჩვენ არ უნდა ჩავიდოთ პოლიტიკაში ეს ჩვენი საქმე არ არის ჩვენ უნდა ვსახუროთ მეცნიერებას და მთავარი საყოველთაობის თემა ეს მის პირად მიწელმოწერაში ჩანს ეს პირდაპირ საყოველთაო ჯავხიშვილი დაანებიან პოლიტიკას თავი და მიხედე დისერტაცია დაისავე სადოქტორო შენ დიდი ის გელოდება რაღაცა და დროულად გააკეთე ეს საქმე და საპასუხოდ ივან ჯავხიშვილი ამბობს რომ დღეს ისეთი დროა და ისეთი დროებაა რომ ანუ მეცნიერი არ უნდა იყოს ჩაკეტილი თავის იმაში და უნდა ემსახურებოდა ანუ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკა ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და ეს არის ვთქვათ თავისუფლების, დემოკრატიის და რესპუბლიკანიზმის იდეები და ანუ თუკი მარი ცალსახად თავისი შეხედულებებით არის უფრო კონსერვატორიც ან პოლიტიკურ მასში. ივან ჯავხიშვილი აბსოლუტურად თან მის გარემოც ოკიტა აბაშიძე, ზურაბაველიშვილი, ესენ ერთი სამეგობროა ყველანი, ვარლამგელოვანი, ესენ ყველანი ერთად არიან და თავისთავად ცხადია რომ ამ
ამპლიადის მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა არ იყო რამდენი წელი გამოდის 12-13 წელი სხვაობა მაგრამ აი მკვეთრი განსხვავება მასში შეხედულებებში და ეს მერე გახდა საფუძველი მათ შორის საკმაოდ სერიოზული უთანხმოებისა და მერე ხდება ესეთი რამ როდესაც 1917 წელს ივან ჯავახიშვილი იწყებს ახლა მან ჯერ კიდევ ბევრად უფრო ადრე ეს უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების კამპანია რომ იყო მან ბევრად უფრო ადრე უცად ჯერ ვერ იფიქრებდა რუსეთის იმპერიის და პიკია სტოლიპინის რეფორმების მერე ეკონომიკური აღმავლობა რუსეთში და ვინ რას იფიქრებს ხო იმპერია 10 წელიწადში აღარ იქნება ხო და აი ამ ფონზე ივან ჯავახიშვილი არც მეტი არც ნაკლები აკეთებს ანკეტირებას ამ მთელი რუსეთის იმპერიის მასშტაბით აი ყიფშიძეს და შაინძეს დაავალა ეს საქმე და მთელი რუსეთის იმპერიის მასშტაბით გაფანტულ უნივერსიტეტებში თუ კი სადმია ქართველი პროფესორი, ქართველი სტუდენტი, ყველა შესახებ ინფორმაციის მოკრება. და ეს ინფორმაცია ბაზას ქმნის, ასე ვთქვათ, ხო და ახლა მაშინდელი ტექნოლოგიის პირობებში ეს როგორ გასაკეთებელი საქმე ხო წარმოიდგენია, ხო და ამ ბაზის შექმნის შედეგად მიიღო გასაოცარი შედეგი, რომ ესე იგი პროფესურის რაოდენობას და სტუდენტების რაოდენობას იმდენია, რომ ერთ კი არა ორ უნივერსიტეტს ეყოფა. ანუ ის რომ თბილისში უნივერსიტეტი გაიხსნას არის აბსოლუტურად რეალისტური და სრულიად შესაძლებელი რამ. და ამის მერე ის აქტიურად იწყებს ამ მიმართულებით მუშაობას. ახლა ზოგადად უნივერსიტეტის ძალიან შორს წამოვას ეს ლაპარაკი, მაგრამ უნივერსიტეტის იდეა ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ფიგურირებს, იქ მთელი ამბებია მოკლედ, რაც მათ შორის სათავდაზნაურის საკრებულო ამ ამბავში ჩართული და აი პირველი კორპუსი რომ სააშენდა მაშინ სათავდაზნაურის გიმნაზიის შენობა ეს თავიდანვე ასე იყო გათვლილი ეს გაბაშვილებმა რომ თავისი ხელშეკრულებით უსასყიდლოდ მისცეს გიმნაზიას ეს ტერიტორიები ონის პირობით რომ უნივერსიტეტი გაიხსნებოდა. ანუ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დაწყისში უნივერსიტეტის გახსნის იდეა მუშაობდა. ხო, მაგრამ ერთი რაღაცა უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ არის მაშინა ეს სურათებიც არსებობს, ვარაზის ხევი არის ღრმა გარეუბანი ქალაქისა, გლები ყმუიან და საყვედურები ისმის იმის თაობაზე, რომ ქალაქიდან ასე შორს ნატოს ხსნით უნივერსიტეტს. სხვათა შორის აი მაგის ვიზავე მაგის საპირწონე იყო მეორე ჯგუფი იყო რომელიც თბილისის მაშინ და დუმაში ანუ საკრებულოში გამაგრებული ეს ძირითადად იყო დიდარი სომხური ბურჟუაზია და მათ უნდათ უნივერსიტეტის გახსნა რომ ბევრად უფრო ძვირი დაждდებოდა ნავთლუღში ამ ნავთლუღში გახსნოდა მაშინდელი მასში პრესაში ძალიან სერიოზული ცხარე კამათი იყო ანუ წმინდა ფინანსურად ეს ადგილი ბევრად უფრო იაფიჯდებოდა, იმიტომ რომ მიწა შეწირული იყო, ვერის ხეობაში იყო აგურის საწარმო და ფაქტიურად იქვე ან ტრანსპორტირება ამ აგურს არჭირდება ძალიან მარტივად მცხედაზე როცა ეს შენობა დაიწყო, ბევრად უფრო იაფად აშენდა ეს შენობა და ის ადგილი ნავთლუღში, სადაც გამოყვეს უნივერსიტეტისთვის თეორიულად, ხო? ერთხელ საყასბო იყო, მეორე ხარ სასაფლაო და იქით კი ნაგოსაყრელი. ანუ ფაქტიურად გარემო იყო უნივერსიტეტის ძალიან შესაფერისი, ხო და ამაზე იყო მე სერიოზული კამათი, მაგრამ ამას შევეშოთ მოკლედ ეს რუსეთის იმპერიის პერიოდში ბევრი ვერსიები იყო, მაგრამ ეს მაშინ ვერ განხორციელდა. თავარი არის ის, რომ აი ეს ამბები 17 წლის აპრილში, როცა ზურაბავალიშვილი და გელოვანის ქვრივი და ჯავახიშვილი იკრიბებიან გელოვანის ბინაში და მიდის მშელობა. ვალამ გელოვანი ასევე სოციალისტ ფედერალისტი იყო, ქართველი პოლიტიკოსი, ნაციონალისტი და მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს წევრი. და აი მოკლედ გადაწყდა რომ აი ჩვენ ყველანი ბრუნდებით საქართველოში და ვიწყებთ იქ უნივერსიტეტის მუშაობას და მაშინ აგაგ ჩხენკელი იყო, რომლის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე და პლუს ის აფუძნებს უნივერსიტეტის ესე უნივერსიტეტის ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარე. ინტერპარტიული საბჭოს კი ბატონო და ის აფუძნებს უნივერსიტეტის ესე იგი მაშინ ლატარიას გათამაშდა და მთელი ეს ამბები იყო რომელიც მიზნად ისახავდა შეკრებას ესე იგი დიდი რაოდენობით თანხებისა იმისთვის რომ უნივერსიტეტის საქმე წინ წასულიყო და მოკლედ აი ამ ფონზე ხდება ესეთი რაღაც ნიკომარი წერს ძალიან წვავე წერილს. ის საერთოდ წინააღმდეგი იყო რომ ესენი ყველანი წასულიყვნენ, იმიტომ რომ წარმოიდგინე ესე იგი ყიფშიძე რომელიც მე მარეგარ დაიცვალა, აკაკი შაინძე, გიორგი ახვლედიანი, ივან ჯავახიშვილი თავისთავად, ანუ ფაქტობრივად ვინც კი იყო ქართველოლოგი პეტერბურგში და პეტერბურგი იმ დროს იყო ქართველოლოგიის ცენტრი, ყველა უცებ დაიძრა საქართველოს. ანუ დიდი შრომაა გაწეული, რომ იქ ეს ქართველოლოგიის ცენტრი შექმნილიყო, ეარსება. ნახევარი საუკუნის მანძილზე მიდიოდა ეს შრომა. და ნიკომარი თვლის, რომ ამის დანგრევა მოხდება და პროვინციალიზაცია. ხო, და იქ არაფერი აღარ თბილისში ვერაფერს ვერ მიაღწევთ თქვენ და აქაც ყველაფერს დაღუპავთ. და ანუ ეს ამ ნიადაგზე იყო დიდი დაპირისპირება. არა, ამ ხალხს აქვს ეს ნაციონალისტური განწყობა, რომ გათავისუფლდა საქართველოს ეხლა და რაც ამდენი წელია გვინდა რომ ჩვენი უნივერსიტეტი გქონდეს ეროვნული, ეხლა არის შანსი და იმას ქართულ ნაციონალისტებთან მოჭიდება არ აქვს. რა თქმა უნდა, არანაირად, ხო და
ის კოსმოპოლიტია თავის აზროვნებით და ის თulis რომ მეცნიერებას არ შეიძლება არ ეროვნება ქონდეს და არამედ პოლიტიკური სიმპათიები, ხო? მოკლედ, როდესაც ჩამოდის და მოხდეს აღარ გვინდა ამდენი გაგრძელება, მოკლედ რო ვთქვათ, არსდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოღონდ აქ ხდება ესეც საინტერესო რამ. აი ამ ნიადაგ ხო ნიკო მარია ქონდეს ძალიან მწვავე წერილი, სადაც ის ფაქტიურად შეურაცხყოფას აყენებს ყველას ამათ და ძალიან ძიმე ფორმებში თბილისის უნივერსიტეტს მაშინ უწინასწარმეტყველებს ძალიან მოკლე დროში განადგურებას თქვენ არაფერი არ გიშველებათ და არაფერი. ხო და აი ამ ფონზე ხდება რა? ნუ მე ცნობილი ამბებია, სამხედრო გადატრიალება, მოკლედ პეტერბურგში ყველაფერი აირდაირია, პირველი განსაკუთრებით 18 წლის პირველი თვეებია ძალიან მძიმე, ამ ინტელიგენციას დაერივნენ, ბოლშევიკები პეტერბურგში. ბოლშევიკები გააგდეს პეტერბურგის უნივერსიტეტიდან და მოკლედ ნიკომარი რჩება უმშევარი, უსახსრო ყველაფრის გარეშე და ის წერილს უგზავნის უკვე ივან ჯავახიშვილს. და აქ არის საინტერესო დამოკიდებულება. აი ივან ჯავახიშვილი ეს მათი მიწელმოწერიდან ეს ყველაფერი შენახულია და გამოქვეყნებულია. და ივან ჯავახიშვილის აი კიდევ ერთხელ მომრო დიდ სულოვნება და მისი სიმაღლე რამდენად ის არის რომ ის საერთოდ არ ახსენებს აი ამ ყველაფერს რაც წინარე პოლემიკას საერთოდ არ ახსენებს და ის ძალიან დიდი მასწავლებელია და ძალიან დიდი მადლიერებით და ხას უსვამს რომ აი თბილისის უნივერსიტეტისთვის თქვენის თანამეცნიერის აქ ყოფნა და ის არის უდიდესი წარმატება და ძალიან მადლიერები ვართ ამის გამო და გელოდებით თქვენ ჩამოსვლას და მართლა დიდი შენაძენი იყო ხო? უნებრივია, ოღონდ ეს ყველაფერი უბერაზე ჩამოდის. არ მომხდარა. იმიტომ რომ რამდენიმე თვეში მოკლედ ბოლშევიკებთან ნიკომარმა დაალაგა ურთიერთობა მოგვარდა და ასე ვთქვათ შეიწყალეს თუ შეიძლება ასე ვთქვათ და ოღონდ აქ თელი პრობლემა არის ის რომ ნიკომარმა შემდეგ გააგრძელა ეს აი ესეთი ასე ვთქვათ ეს ქმედებები თბილისის უნივერსიტეტის მიმართ ეს დამოკიდებულება თან გარკვეულწილად პოლიტიკური მომენტიც იყო, იმიტომ რომ საბჭოთა რუსეთია და ანუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ხო? და ამიტომაც აი ამ ყველაფერმა როგორც ჩანს საბოლოო ჯამში ამ პოლიტიკურმა ქვეტექსმა თავისი როლი შეასრულა და ნუ პლუს ახლა ესეთი მე აფხაზების თემა შემოდის. კი. მე სომხების თემა შემოდის, ქართული ნაციონალიზმი ძლიერდება და ნიკო მარის შეხედულებები სამეცნიერო არ ემთხვევა ხშირად ქართველების შეხედულებებს და ამ ფონზე უკვე მოკლედ აი ეს ამბავი დამთავრდა იმით რომ მოკლედ აი საბოლოოდ გაიყო მათი გზები და მე უკვე ივან ჯავახიშვილიც უკვე ერთ წერილში უკვე ამ ყველაფერს ახსენებს ნიკო მარს და მოკლედ ამით ეს ეპიზოდი, ეს ისტორია თავისთავად საინტერესოა, იმით რომ ვაჩვენოთ აი ეს ორი დიდი მეცნიერის, მაგრამ ორი განსხვავებული აბსოლუტურად ფონი და ორი განსხვავებული განსხვავებული ხედვა და მემკვიდრეობას თუ შეიძლება ასე ითქვას. ხო, ექვთიმე თაყაიშვილიც ალბათ საინტერესო იქნებოდა ამ კონტექსტში გვახსენებინა, რატომ? იმიტომ რომ ის 40-იანი წლებიდან 45 წელს ბრუნდება საქართველოში და ის ასევე სწრაფად აღადგინეს ასე ვთქვათ ყველა სტატუსში აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის წევრად, თავდაპირველად მას ემსახურებოდა პერსონალური მანქანა, ჰქონდა ყველანაირი სამუშაო პირობები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ასაკში იყო და დაახლოებით 45 წლიდან 51 წლამდე მას მეტნაკლებად ჰქონდა ნორმალური სამუშაო პირობები, ყავდა ასისტენტიც გოგი ლომთათიძე, შემდგომში ცნობილი ქართველი არქეოლოგი, რომელიც ეხმარებოდა საქმეების დოკუმენტაციის მოწესრიგებაში, წერაში და იმიტომ რომ ექიმის ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა, მაგრამ თავარი აქ არის ის რომ აი როგორ იქცევა საბჭოთა ხელისუფლება ეს არის საინტერესო. ახლა ექიმ თაყაიშვილის ცხოვრება და ბიოგრაფია არავისთვის დამალული არ ყველა მიცოდა ის ვინ იყო, რა იყო, რამდენად მიუღებელი იყო მისი პერსონა საბჭოთა სისტემისთვის, ხომ? და ნუ გარდა იმისა რომ მეცნიერი იყო და თავისუფალი მეცნიერი იყო, ის ბოლოს და ბოლოს პოლიტიკოსი იყო ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრის და 1919-21 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. საშუალოდ მას არ უნდოდა ახლა ერთი ისტორიაც პარემ გავიხსენოთ, იმიტომ რომ ამას დაკავშირებით ხშირად არასწორი ინტერპრეტაციებია ხოლმე და ჩემი პირადი გამოცდილებიდან ესეთი უცნაური ისტორიაც კი გვაქვს, როდესაც ერთი საკმაოდ მაღალჩინოსანი ქართველი მეცნიერი არქეოლოგი ამბობდა რომ ანუ სტალინისტი იყო და ამბობდა რომ აი აქ რო იყოს რომ მე ჩემი ხელი დავხრეთ და ექვთიმე თაყაიშვილს. ამბობდა რატომ? ანუ იმ პერიოდში, საბჭოთა პერიოდში ექვთიმე თაყაიშვილი ითვლებოდა ასე ვთქვათ აი ამ განძის გატანის მთავარ ინიციატორად. მაგრამ საქმე ის არის, რომ თვითონ თავად საერთოდ არ უნდა საქართველოს წასვლა, იმიტომ რომ მას იმდენად ხა წარმოიდგინეთ, პეტერბურგში არ დარჩა, მას შეიძლება კარიერა გაეკეთებინა რუსეთის იმპერიის პერიოდში. ისევე როგორც ივან ჯავახიშვილის ის თვლიდა, რომ მთელი მისი ენერგია და
უნარები და შრომა ყველაფერი ჩადებული იყო საქართველოს საქმეში, საქართველოს ინტერესებში. და მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზული საფრთხის წინაშე იყო, პოლიტიკური ფიგურაც იყო, ხო, დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში. მას არ უდოდა ნამდვილად წასვლა, მაგრამ ეს იყო ფაქტობრივად ძალდატანები და იძულებით. თვითონ იდეა განძისგატანის ეკუთვნის იმან ჯავახიშვილის და ეს ბოლო დროს გამოქვეყნებული მასალებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს იდეა ეკუთვნოდა იმან ჯავახიშვილს და მან უბრალოდ ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც ახლოს იყო ნოე ჟორდანიას უახლოესი მეგობარი იყო და ასე ვთქვათ, მთავრობასთან უბრალოდ მიესვლებოდა და იქ ცაიტნოტის პერიოდია და ამიტომ იმან ჯავახიშვილს თხოვა ექვთიმე თაყაიშვილს სასწრაფოდ, როგორც თესეუს პროფესორს, თხოვა რომ სასწრაფოდ ნოეს დაუკავშირდე და ვფიქროთ იმაზე, იმიტომ რომ ამ დროს რა ხდება? რატომ გაუჩნდა ეს იდეა და სრულიად სამართლიანად იმან ჯავახიშვილს? კიდე კაი გაიტანეს. კიდე კაი გაიტანეს, იმიტომ რომ მთელი აი გადაადრობდნენ ყველაფერს. ყველაფერს აი წარმოვიდგინე რომ მთელი რაც იყო იგივე ტრეტაკოვის გალერეა და ვაინარუჟენია პალატა და ეს ყველაფერი ნახევარზე მეტი გაზიდეს ბოლშევიკებმა და იყო ასეთი ჰამერი, ცნობილი ამერიკელი თვითონ ფილანთროპი, რომელიც გამდიდრდა და მილიარდელი გახდა მე ამ რუსული საგანძურებით, ანუ ბოლშევიკებმა აიგივე ცნობილი ფაბერჟეს კოლექცია რომა, ხო? ჰამერს მიყიდეს, ფაქტობრივად 2 გემი ხორბლის ნაცვლად. მთელი მემკვიდრეობა, მთელი რომანოვების რაც იყო მე-19 საუკუნის უდიდესი საგანძური, ხო და აი ესეთი რამდენი რამე გაიტანეს და გაძარცვეს ფაქტიურად. ანუ ლენინის პირდაპირ ინსტრუქცია იყო, რომ ჩვენ ეს რაღაცა ესე ქვია თავადაზნაურობის სისულელები ჩვენ აფეში აღჭირდება, ჩვენ რევოლუციურ გადასარჩენი, ამიტომ ყველა საეკლესიო განზეულობა მებრძოლი ათეიზმის ხანაში. ხო და ამიტომ აი ეს საფრთხე იყო სრულიად სერიოზული, ხო რუსმა თავისი არ დაინდოდა, შენსაც რატო დაინდობდა, ხო ამიტომ ამის გაძარცვის და მთელი სამუზეუმო რაც გროვდებოდა აწლეულობის მანძილით ექვთიმე თაყაიშვილი ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო, ხო რომელიც ამ ხელნაწერებზე და მის შეგროვების საქმეში. ამიტომ ეს საფრთხე იყო სრულიად რეალური და ეს იდეა მოკლედ იყო გამართლებული და მთელი ეს საგანძური, რომელიც 220 ყუთში მოთავს და ლაპარაკია როგორც ფიზიკურად ესე იგი ოქროს და ვერცხლის ნივთებზე, საეკლესიო ნივთებზე, ხელნაწერები და მოკლედ მთელი საგანძური, რაც ინახებოდა კავკასიის მუზეუმში, საეკლესიო ეთნოგრაფიული საზოგადოების წერილებზე გამოცემული საზოგადოების და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი იქნა გატანილი 1945 წელს, ეს ყველაფერი ბრუნდება უკანვე. და აქ არის საინტერესო აი ექვთიმეს მდგომარეობა. ანუ პირველი 6 წელი მას მართლაც აძლევენ ყველაფრის საშუალებას, მუშაობის საშუალებას ყველაფერი და მე როგორც კი იცვლება პოლიტიკური ამინდი და ამ პოლიტიკური ამინდის შესვლა საერთო ექვთიმე თაყაიშვილი ამასთან არ კავშირში არ იყო, მაგრამ აქ იყო საუბარი იმაზე, რომ აი კანდიდ ჩარკვიანი აღარ არის თანამდებობაზე და მის ნაცვლად მოდის ბარამია, იქ ბუჯბარმეკერ გელაძე, ხო ეს შემადგენლობა, რომელიც პიროვნულად არიან ანტიპატიურად განწყობილები თაყაიშვილის მიმართ. და თან პლუს ეს ის პერიოდია, როცა აი სტალინის ბოლოის იწყებას, ვთქვათ, პარანოიდალური შეტევები, როდესაც მეგრელთა საქმე და ლექინთა საქმე და განსაკუთრებული ოგპ ჩეკა უფროსურად მუშაობს განსაკუთრებული თავდადებით აი ამ NKVD მაგას. NKVD ამ დროს კი ბატონო 46 წლამდე NKVD-ია ძალიან ენერგიულად მუშაობენ აი ამ ტრების გამოძიებაზე მათ შორის ექვთიმე 90 წელს მიტანებული მოხუცი ადამიანი რომელსაც აი ძალიან ძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს და ეს გახდა უცებ სამიზნე და ყოველ დღე ესე იგი NKVD აკითხავს მიყავთ დაკითხვაზე მე თვალყურეობა მის გარშემო ეს გოგილომთაძეს მოუხსნეს და მოკლედ საკუთარი დიშვილის ამარა დარჩენილი მოკლედ ის თქმა მინდა რომ აი ამ პოლიტიკური კონტექსტის პოლიტიკური ქვეტექსის გათვალისწინებით ფაქტიურად ახლა ექვთიმე თაყაიშვილი ასაკში იყო და მისი ჯანმრთელობაც არ იყო კარგ მდგომარეობაში მაგრამ ფაქტია ამ ყველაფრის მერე ადამიანი ერთ წელიწადში გათავდა სტალინის ხეებში სტალინის ხო ესეც ძალიან ისე უცნაურად ესე იგი სტალინი ნოე ჟორდანია და ექვთიმე თაყაიშვილი ერთ დროს არიან სამივენი გარდაცვლილები ხო და მოკლედ აი ეს უბრალოდ ექვთიმე თაყაიშვილის ისტორია არის ძალიან თვალნათელი დადასტურება როგორ ექცევა სისტემა საბჭოთა სისტემა საერთაშორისო მარიკა ლორთქიფანიძე იგონებდა რომ მის გასვენებაში 9 კაცი თუ 8 კაცი თუ 9 კაცი იყო სულ ძალიან მცირე რაოდენობა ეს და საფლავს ჩააყოლეს 1917 წელს როცა ქონდა ფაქტობრივად ბოლო ისეთი მასშტაბური ექსპედიცია ტაუკლარჯეთში ექვთიმეს ქონდა 3 ექსპედიცია, 3 დიდი ექსპედიცია და ბოლო 17 წლის ექსპედიციის შედეგები და არ იყო გამოქვეყნებული. ეს იყო ჯერ გამოვიდა პირველად რუსულ ენაზე, მე ითარგმნა მოგვიანებით გამოვიდა ქართულ ენაზე და ფაქტობრივად სასიგნალო ეგზემპლარი აგრიშანიძე მას გურზე დაადო და ისე დაკრძალეს და
კიდევ ერთ ეპიზოდს იხსენებენ, რომ აი ექვთიმე თაყაშვილი როგორც თბილისის უნივერსიტეტის დამაარსებელთაგანი, ხო, ძალიან ისე დიდი სურვილი იყო რამენერად ეს სიმბოლურად ეს გამომშვიდობების სცენა რიტუალი ჩატარებულიყო და სპეციალურად ესე იგი თუმანი მისცეს რომ ძღოლსო ეს როცა სატურთო მანქანა რომელსაც კუბო ასე ვარაცხებს მიქონდა და გააჩერეს ვითომ მანქანას რაღაც დაემართა. ახლა იქ უშროება ნუ მიყვებოდა ენკავედეშნიკები და მიადგნენ ძღოლს და რა ვქნა უკაცო გამოფუჭდა მანქანა უნდა გავაკეთოთ და დაახლოებით ესე იგი 10 წუთიანი 15 წუთიანი ეს იყო რა სიმბოლურად ექვთიმე გამოიმშვიდობა უნივერსიტეტს. მაგრამ ნუ მე ანუ ისეთი რეაბილიტაცია ხარ სჭირდება ექვთიმეს რეაბილიტაცია, მაგრამ რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმის მე 60-იან წლებიდან უკვე ანუ ესეც რა თქმა უნდა დაკავშირებულია ზოგადად დესტალინიზაციის პროცესთან, როდესაც ბევრი სახელი ასე ვთქვათ დაბრუნდა, მათ შორის სამეცნიერო სფეროში უნებრივია და ბევრი რამ უკვე რაც მანამდე ის კატეგორიულად აკრძალული იყო და მიუღებელი იყო, ნელ-ნელა დაუბრუნდა თავის შეიძლება რაღაც ბოლომდე ვერა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს რეაბილიტაცია და სამეცნიერო სფეროში აღდგენა და შემოსვლა მოხდა. და ბევრი სხვა მეცნიერისაც ვთქვათ, იგივე გრიგოლ წერეთელზე ბევრი ვისაუბრეთ და ასე. ახლა ძალიან რო არ გაგურძელდა საკეო პიროვნებას, მოდი უფრო ინსტიტუციურ ხო, აი ეგ მინდოდა მეკითხა რა, რომ ეს რო იშლება TSU, ხო? და ესე იგი იქსელება ფაქტობრივად რა, ანუ ერთი მხრივ TSU-ს გამოეყოფიან და იქ ცალკე ვთქვათ აგრარული ცალკე არის, პედინსტიტუტი ცალკე არის, პოლიტექნიკური ცალკე არის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ერთი რეგიონებში არსდება. რეგიონებში მეორე მხრივ 40 წელს ხო იქნება მეცნიერებათა აკადემია და მეცნიერებათა აკადემიას უჩნდება ინსტიტუტები. ანუ შინაარსობრივად რა არის მატარებელი არის ესეთი რეფორმა და ერთი მხრივ და მეორე მხრივ აი ეს კომპოზიცია, როგორი კომპოზიცია არის, რა ინსტიტუტები არის, რისკენ მივდივართ. ხო, აი ზემოთ რაც თქვი, რომ საბჭოთა სისტემამ აი ეს ფუნდამენტური თლიანობა, ხო, კვლევა, სწავლა ეს დაშალა. და მეცნიერებათა აკადემიას გარკვეულწილად ამ დაშლილობის შედეგი იყო. ანუ ეს ინსტიტუტები და ინსტიტუტში სამეცნიერო ინსტიტუტებში თლიანად კონცენტრირება ხდებოდა მხოლოდ კვლევაზე. სამეცნიერო ინსტიტუტების თანამშრომელთა უმეტესობას არ ჰქონდა შეხება სტუდენტობასთან, არ ჰქონდა შეხება სასწავლო პროცესთან. ანუ ფაქტობრივად ეს მე დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა ეს ასე ვთქვათ უბსკური, იმიტომ რომ მანამდე თუ კი მაინც ახლა ვთქვათ იგივე ნიკო ბერძენიშვილი და თელი ეს პლიადა ხო ერთდროულად იყვნენ ვთქვათ ისტორიის ინსტიტუტში, ჯერენინკიში და შემდეგ ისტორიის ინსტიტუტში და იყვნენ უნივერსიტეტში, მაგრამ დროთა განმავლობაში უკვე ეს მე პლუს ის კანონები, რასაც ღებულობდა განათლების სისტემა, ფაქტობრივად შეუძლებელს ხდიდა ერთდროულად ორ ინსტიტუციაში მუშაობას. ანუ არჩევანი იყო ასეთი, ან უნდა წასულიყავი სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში და შენ მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერებით მოყოფილიყავი დაკავებული და არანაირი შეხება არ გექნებოდა სტუდენტობასთან და სწავლების პროცესთან, ან უნდა წასულიყავი უნივერსიტეტში და სამაგიეროდ ამ უნივერსიტეტში წასულთა უმეტესობა როგორც წესი უფრო ესე როგორ ვთქვათ, ну, უფრო ნაკლებად პროდუქტიული მეცნიერი იყო. კვლევის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ფიზიკურად мотиваციაც არ იყო, უფრო ნაკლები мотиваცია იყო, თან წეგან დროც არ იყო და წეგან აუნიშნეთ ის ამბავი, რომ ზოგადად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც რაღაც პერიოდი უცებ დატვირთდა სამწითელი პროფესურით, ეს წითელი პროფესურა ერთბაშად ხო არ განქრალა, ხო ეს დიდხანს შემორჩა კიდე და მათი ნაშთები საკმაოდ დიდხანს იყო და ამიტომ მე ვთქვათ, ვინც ასპირანტურის გავლის გზით რჩებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრძელებდა მოღვაწეობას, ის როგორც წესი მაინც უფრო აღიქმებოდა როგორც ლექტორი, როგორც პროფესორი და ნაკლებად მკვლევარი. და ეს გათიშულობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმდენად ღრმა უბსკული გაავლეს კომუნისტებმა, რომ ამის ადგენა დღესაც კი ძალიან რთულია. დღეს ფორმალურად TSU-ს და ილიონის დაქვემდებარე შემოიყვანეს ძალიან ბევრი აკადემიის სისტემის ინსტიტუტები, ხო? მაგრამ რეალურად ეს ფორმალური გამოვიდა, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც იქ საქმიანობს და ძალიან კარგი მეცნიერები არიან, მათ არ აქვთ პრაქტიკული სწავლების გამოცდილება და თანაც ეს უკვე ესე იგი იმდენად ამის ხელახლა ასე ვთქვათ ინტეგრაცია ბევრად რთული პროცესია და ძნელად გასაკეთებელი. ეს ერთი გარემოება და მეორე კიდევ აი რასაც უნდა გავუსვათ აუცილებლად ხაზი იყო მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში
ხელფასები და ანაზღაურება იყო თითქმის 2-ჯერ 2.5-ჯერ უფრო მეტი ვიდრე უნივერსიტეტში. ანუ ლექტორის ხელფასი შეიძლება ბევრად მეტი იყო აქ დაფინანსება და ამანაც გამოიწვია რომ თქვათ ბევრი ამჯობინებდა თუნდაც ამ ხელფასის გამო რომ ისევ ინსტიტუტში წასულიყო ვიდრე თქვათ დარჩენილიყო უნივერსიტეტში. ანუ ამან იმოქმედა გარკვეულწილად უნივერსიტეტის კადრების ანუ თუ შენ არ ქონდა თუ კი მოწოდებით არ იყავი ესე იგი პედაგოგი და თუ კი არ ქონდა განსაკუთრებული мотиваცია თქვათ იყავი კაბინეტისას თქვათ მეცნიერი ხო და გერჩინა ან თუნდა პრაქტიკოსი მეცნიერი ხო ვინც ველზე მუშაობს ვინც კათხებზე მუშაობს ხო მაშინ ამჯობინებდა ხოლმე აი ამ თქვათ კვლევით ინსტიტუტში წასვლას და ეს გათიშულობა იყო ძალიან სერიოზული დარტყმა მეცნიერებისთვის ძალიან ძიმე დარტყმა იყო ახლა ერთი რამ უნდა ვთქვათ კიდევ აი თუ ჩვენ ესე უნივერსიტეტის თვალსაჩინო აუცილებლად უნდა აღნიშნო ეს მნიშვნელოვანი დეტალია აი ჰუმანიტარული მეცნიერების კუთხით აუცილებლად უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთმცოდნეობა და აღმოსავლეთმცოდნეობა რომელიც რეალურად კი იყო თავიდანვე 18 წელს თქვა იუსტინე აბულაძე იყო იქ მოგვიანებით გიორგი წერეთელი შეუერთდა მოკლედ საკმაოდ სერიოზული სკოლა იყო აღმოსავლეთმცოდნეობის მაგრამ ეს მაინც უფრო იყო თლიანით ერთ ფაკულტეტის ფარგლებში და 1945 წელს მიზანმიმართულად ყალიბდება აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი და რატომ ყალიბდება ეს მნიშვნელოვანი დეტალია მოკლედ ესეც არის პოლიტიკური გადაწყვეტილება რა თქმა უნდა მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ უკვე მნიშვნელოვანი ხდება აღმოსავლეთის საკითხი იმიტომ რომ ბრიტანული ინტერესებია იქ თურქეთი ფაქტიურად თურქეთს ხელი დაადო ამერიკამ და ბრიტანეთმა იქ ირანის თემა იქ ნუ ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა აი ამ ფონზე ანუ საბჭოთა ხელისუფლება ბოლშევიკური კომუნისტური ხელისუფლება ემზადება იმისთვის რომ ჩვენ გვჭირდება დიდი რაოდენობით კადრები ანუ სპეციალისტები არაბისტები თურქოლოგები ირანისტები რომლებიც უბრალოდ მეცნიერებაზე არ ალაპარაკი ანუ ჩვენ გვჭირდება ის სპეციალისტები რომლებიც არიან ენის რომელსაც ეცოდინებათ მაღალ დონეზე ენა ეცოდინებათ თქვათ კულტურა ისტორია ამ ქვეყნებისა და გამოგვადგებიან როგორც სპეციალისტები თუნდაც აგენტები თუნდაც თქვათ დაზვერვის თვალსაზრისით და ასე შემდეგ და 45 წელს პირველი აი აღმოსავლეთის ფაკულტეტი გაიხსნა სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს იყო პირველი მერცხალი და სხვა შორის პირველი მიღება იყო მართლა საუკეთესო პლიადა საიდანაც აი პირველი თაობიდან გამოვიდა როგორც ძალიან მაღალი დონის მეცნიერები ასევე ძალიან მაღალი დონის პრაქტიკოსი პოლიტოლოგები და მთელი ეს პლიადა იყო რომელმაც შემდეგ ძალიან დიდი როლი შეასრულა ხო მე რამ აი ჯერშიდ გიუნაშვილი მაგალითად იგივე მაგალი თოდუა ვთქვათ შურა გვახარია აქეთ მეორე მიმართულებით ვალერიან გაბაშვილი ხო გაბაშვილი ზეგთაობა არა გაბაშვილი ცოტა უფრო არა აი მე ძველებიდან მოვესწარე შენ ჩემზე უკეთესად თქვათ გოჩა ჯაფარიძე აი ეგ ახალგაზრდები მაგდროს დევი კაციტაძე კი დევი კაციტაძეც თლად პირველი ის არა მაგრამ დაახლოებით ეგ თაობა კი არაჩვეულებრივი ადამიანი კაციტაძე აი მოკლედ თელი პლიადა იყო ქართველი ირანისტების თურქოლოგების და არაბისტების რომელიც ამ მართლაც აი თუ ჩვენ ესე წონადობის თვალსაზრისით შევხედავთ მართლაც თან ეს როგორ იყო იცი ვინაიდან ესეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო რადგან საქართველოს ახლოს არის ამ აღმოსავლეთ სამყაროსთან ამიტომ საქართველოს უნდა ყოფილიყო თბილისის უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო ცენტრი ამ აღმოსავლეთმცოდნეობის ორიენტალისტიკის და ესეც მიზანმიმართულად გაკეთდა და შედეგი გამოვიდა ისეთი რომ აი დღემდე ფაქტიურად ახლა იგივე ჯემშიდ გიუნაშვილი ვახსენეთ ხო რომელიც როგორც მაღალი დონის მეცნიერი იყო დიპლომატი და შემდეგ და ფაქტიურად მას აქვს მიღებული ვთქვათ ირანის სახელმწიფო ჯილდო და უდიდეს პატივსცემენ დღემდე სპარსეთში ირანში და ასე შემდეგ მთელი პლიადა ქართული თურქოლოგების არაბისტების ხო მოკლედ ძალიან სერიოზული სამეცნიერო მაგრამ მეორე მხრივ ხა პოსტსაბჭოთა საქართველოს რომელსაც ამდენი რაოდენობის აღმოსავლეთმცოდნე აღარ სჭირდებოდა არა ბატონო აი მე გეტყვი რომ რეალურად ანუ ან დასაქმების ბაზარზე ხა მე მეგობრებიც ვყავს ყველაფერი პრობლემა აქვს ამ ხალხს იმიტომ რომ ბევრი არიან ძალიან და მე მახსოვს რომ აი ხა 90-იანებში სწავლობდი სკოლაში და ჩემ სკოლაში არაბული ისწავლებოდა ხო აი წარმოვიდგინოთ თურქულია მაგალითად ძალიან მოდური და არის თბილისის თელეგის სკოლაში და თურქული მაგრამ აი სამწუხაროდ როგორღაც არის რომ ხა ვეძებდი მიხეილ სვანიძე იყო ცხონებული და აი ფაქტობრივად ოსმალური სპეციალისტი რომელიც ისტორიას სწავლობს აი თითზე ცალი ხელის თითზე ჩამოსათვლელი ხო ოსმანისტები ჩვენ ზოგადად ცოტანი ყავს ანუ იქ თავიდან პრობლემა იყო იმიტომ რომ ოსმალური საერთოდ სხვა
გარდა იმისა არაბული დამწერლობით საერთოდ სხვა გრამატიკა, საერთოდ სხვა ენას არ გავს თანამედროვე თურქულს და სრულიად სხვა ცოდნას მოითხოვს. ხო, ანუ მოითხოვს რომ არაბული, თურქული იცოდე რომ იმისთვის რომ მე ოსმალური ისწავლო. არა და ეს ოსმალურ არქივებშია ალაგია ჩვენი ისტორია. ანუ ნოდარ შენგელია, ბატონი ნოდარი არის ვინც ძალიან დიდი ფაქტობრივად აი მთელი ცხოვრება ფაქტობრივად მიუძღვნა ოსმალური წყაროების პუბლიკაციას, გამოქვეყნებას და მართლა დიდი რაოდენობით, აი სხვა მასალა და კიდევ მე ხა იმის წუხილი მაქვს უფრო მე-19-მე-20 საუკუნის წუხილი მაქვს, აი ხო არის ძველ ოსმალური, არის ახალ ოსმალური, ხო ხა ახალ ოსმალურის, აი მაგალითად 1914-დან 21 წლამდე ძალიან ძნელია საქართველოს საგარეო პოლიტიკა განიხილო ოსმალური არქივების გარეშე და აი არც ერთი ფაქტობრივად სპეციალისტი არ აყვავს და არც ყოლია რომელიც ამაზე სერიოზულად სპეციალისტები არიან მაგალითად იგივე ოსმალურზე ну ძველი თაობიდან კი ბატონო არა მე ამას ვამბობ 14-21 წლებისთან მიმართებით ვამბობ ვინც ახლა კონკრეტულად იგივე ზაზა შაშიკაძე რო იყავრელიშვილი ну არ გვინდა ეს პერსონალური დასახელებები არიან კი ნამდვილად არიან უბრალოდ იმდენად სხვა მასალა და იმდენად დიდი ისა რომ ამის თუნდაც იგივე სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანა ის გაცილებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ამათ ერთეულები არ ეყოფა უბრალოდ ფიზიკურად ამას რამდენიმე ადამიანს რამდენიმე სიცოცხლე ჭირდება ხო თამით უმეტეს ახლა ოსმალური ბიუროკრატია რუსეთში არანაკლები იყო ხო და ამიტომაც ყველაფერს ხო მაგას ვამბობ ყველაფერს რო აღნუსხავდნენ ყველაფერს რო დეტალურად ინახავდნენ და ეს დოკუმენტი მართლაც სხვა მასალა მთელი სამი საუკუნეთან ხო და აქედან გამომდინარე თავისთავად ცხადი ეს მომავალში კიდევ უფრო მეტი უბრალოდ აქ ლაპარაკია იმაზე რომ ხო თავისთავად ყველა ახლა თუ რაოდენობრივად დღესდღეობით როგორია დღეს უფრო პრიორიტეტული საბჭოთა პერიოდში უფრო ნაკლებად იყო თურქოლოგია შედარებით მეორე ხარისხოვანი იყო ისე და ისე თურქეთთან რთული ურთიერთობების გამო და ნატოს წევრი ქვეყანა არის უფრო ირანისტიკა და უფრო არაბისტიკა და არაბთა მთელი ჩრდილოეთ აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი ყველანი სპეციალისტები ჩადიოდნენ იქ და ეგვიპტესთან იყო ახლო ურთიერთობა სირიაში საბჭოთა ჯარები არიან თავისთავად ხო და ამიტომ საბჭოთა პერიოდში უფრო ეს იყო დაწინაურებული და დღესდღეობით უფრო მეტად თურქოლოგია წამოვიდა რაოდენობრივადაც ჩვენ აღმოსავლეთ ზონაში ყველაზე მეტი თურქოლოგი ყავს იმიტომ რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობები თურქეთთან გვაქვს ხო პარტნიორი ქვეყანა 35 წელიწადია ფაქტობრივად საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი გადამჭრელად შეიძლება ითქვას ხო და ამიტომ ამასაც აქვს რა თქმა უნდა იმიტომ რომ ჩვენ ეს ფუფუნება რომ ბოლომდე დარჩა როგორც საბჭოთა პერიოდში იყო კაბინეტის ისტორიკოსად ეს ფუფუნება სამწუხაროდ დღევანდელ მეცნიერს არ აქვს ხო მეცნიერი უნდა იყოს მრავალი მიმართულებით გაჭრილი და ხო იგივე თქვა იქნება ეს სახელმწიფო სამსახური თუ სხვადასხვა აქტორობა სხვა მიმართულებით ეს აუცილებლად გასაკეთებელია იმიტომ რომ კომპეტენცია სწორედ ამ მეცნიერს აქვს ხო რომელიც ჭირდება თქვა იგივე იქნება დიპლომატიური ურთიერთობები სხვა იგივე ჩვენთან ახლა იგივე თურქეთთან აი რო გადავხედოთ ელჩთა სახელებს და გვარებს ვინც ყოლია 35 წლის განმავლობაში აი მართლა ისეთ სახელები და გვარებია ყველა მეცნიერი და ყველა საკმაოდ მაღალი რანგის და ანუ დიდი ის არის ესეთი სურათია და იგივე ირანთან მიმართებაში და შემდეგ. ხო ასე რომ აი ეს ამ თვალსაზრისით აღმოსავლეთ სკოლაზე იმიტომ ვილაპარაკე ამდენი რომ ფაქტობრივად ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც აი პოსტსაბჭოთა პერიოდში გაგრძელდა ის მემკვიდრეობა და ანუ ვთქვათ დონის დაცემა მკვეთრად არ მოხდა და სულ შენარჩუნდა ის სიმაღლე. ახლა მთელი რიგი ახლა კიდევ ერთხელ მივუყურებ ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე გაგვიჭირდება სხვა ცლა და სიღრმისეულად სხვა დარგებზე საუბარი, მაგრამ ფაქტია რომ მთელი რიგი დარგები, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო ძალიან დაწინაურებული, ხო ვთქვათ იგივე ფიზიკა, ვთქვათ მაღალი ენერგიების ფიზიკა და ასე შემდეგ, ხო ეს მიმართულებები, რომელიც იყო ზოგად საკავშირო და ფაქტობრივად საქართველოში თუ კი რამ იყო ამ პროცესებთან დაკავშირებული იყო ზოგად საკავშირო საბჭოთა ქართული მეცნიერება მაშინ ახლა თუ ქართოლოგიას და არ ჩავთვლით ქართული მეცნიერება ემსახურება არა საქართველოს არამედ ამ საბჭოთა კავშირის ინტერესებს და შესაბამისად იგივე აღმოსავლეთცოდნეობის რაოდენობაც რო აღნიშნეთ და თუნდაც რა ვიცი ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ანუ არა საქართველოზე იყო ეს გათვლილი, არამედ იმ დიდ მძიმე ინდუსტრიის ქვეყანაზე, რომელიც არის საბჭოთა კავშირი ბუნებრივია. ხო, და თავისთავად ცხადია, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქაში ყველას გაუჭირდა ბუნებრივია. პრობლემა გაჩნდა, აღარ ჭირდება ამდენი გეოლოგი, ამდენი მათემატიკოსი, ამდენი ვინც ახლა ინტერნაციონალიზაცია მოახერხა, თქვა წავიდა, ახლა ყავს გიადვალი და ხო არიან მეცნიერები, რომლებმაც მოახერხეს სხვაგან კარიერის გაშლა, მაგრამ აი აქ უკვე ის ცხოვრება ვეღარ გაგრძელდა 90-იანებიდან ბუნებრივია. ხო, ანუ ამ საკითხის შეჯამება რომ მოვახდინოთ, ანუ თავარი
შედეგი თუ შეიძლება ასე ვთქვას, აი საბჭოთა მეცნიერების მემკვიდრეობისა იყო ის, რომ რეალურად ქართული საბჭოთა მეცნიერება საბჭოთა პერიოდში არ იყო დამოუკიდებელი და არ იყო, ვთქვათ, ქართული სახელმწიფოს, ქართული, ვთქვათ, საზოგადოების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე არ ფუნქციონირებდა და არ არსებობდა, ხო? და ბუნებრივია, როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეს პროცესი დაიწყო და ეს არ არის, ვთქვათ, ვინმე კონკრეტული ადამიანების ბრალი და ასე შემდეგ. ეს არის იმ ბუნებრივი მოცემულობის შედეგი, როდესაც იმპერია ინგრევა და დამოუკიდებელ ქვეყანას უკვე სხვა ამოცანები და სხვა სტრატეგია ჭირდება და სხვანაირად უნდა მოხდეს, თუნდაც მეცნიერების გარკვეულწილად გადაგეგმარება, რაც გაჭიანურდა და გასაგები მიზეზების გამო. აი სოციალურ სტრუქტურას რო შევეხოთ, ბონდო, ეს აუცილებელია. აი ეს ინტელიგენცია, ხო? აი ამან საბჭოთა კავშირში მეცნიერების განვითარებამ წარმოშვა ეს ერთგვარი ფეოდალური ელიტა, თქვა წითელი ფეოდალური ელიტა, როგორც იყო ინტელიგენცია. ეს მიზანმიმართულე სტალინის პოლიტიკის შედეგი. ხო, ეხლა ჩვენ ვიცოდეთ ესეთი რაღაც წეგან თქვით, რომ 1900-იან წლებში 1906 წელს როცა თესეულის შენობა ააშენეს, ის იყო ქალაქის უკიდურესი გარეუბანი, ჭავჭავაძის გამზირი ბუნებრივია მაშინ არ არსებობდა, ეს იყო წყნეთის ქუჩა დაერქვა მერე. და საერთოდ მაშინ ვაკე მაშინ შემოუერთა ფორმალურად თბილისს. ხო, მანამდე ეს იყო, სოფელი იყო. მაგრამ შემდეგ უკვე ბერიას დროს 30-იანებში და მე 40-იანებში კანდიდ ჩარკვიანის დროს ხდება ვაკის აშენება და 30-იანებში, 40-იანებში და 50-იანებში აი ამ ახალ ელიტურ უბანში სახლდება, ну, როგორც კულტურული აქტორები, ასევე აი სამეცნიერო აქტორები, მოგვიანებით უკვე წყნეთის თემა, ანუ წყნეთში გაგრძელდა ეს ამბავი, ანუ აი ამ კულტურული ელიტა, ამ ახალ ელიტურ კულტურული და სამეცნიერო ელიტა ამ ახალ კულტურულ უბანში სახლდება და მერე უკვე აგარაკები აქვთ წყნეთში და ეს ხალხი შეიძლება ვთქვათ თვითონ სოფლებში იყვნენ დაბადებულები საერთოდ, ვინც ეს მეცნიერები გახდნენ, მაგრამ მათი შვილები უკვე ელიტის შვილები არიან. და საქართველოში პრინციპში ელიტის დიდი ცვლილებები დღემდე არ მომხდარა, აი ტელევიზორში რო დაინახავ ადამიანს, პატარა რო მოფხიკო, 1-2 თაობით უკან წახვიდა, მისი მშობელი ან ბებია ბაბუა აუცილებლად საბჭოთა დროს რაღაცა მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა და ეს სამეცნიერო ელიტას პირველ რიგში ეხება რა. ხო და მერე აი ეს ამან რაც გამოიწვია ერთი პროცესი იყო ის, რომ გარკვეულწილად მემკვიდრეობითი გახდა ხშირ შემთხვევაში იგივე სამეცნიერო თანამდებობები ეს საბჭოთა სამეცნიერო ინსტიტუტებში ყველა ქვეყანას ეხება. კი, არა მხოლოდ საქართველოს ფედერაციის. კი, რა თქმა უნდა, ეს ყველას ეხება. ანუ ეს სისტემური პრობლემა არის. ანუ სისტემა განაპირობებს ამას და აი კვლევითი ინსტიტუტები, თქვათ, კვლევითი ინსტიტუტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეზღუდულია, ხო, ეხლა დღევანდელისგან განსხვავებით, ბევრად უფრო ნაკლები სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულება არის და უნივერსიტეტი და ინსტიტუტი და შეზღუდული არის ეს ადგილები და ამ ადგილებში მოხვედრა ესე მერიტოკრატიულად მაინდა-მაინც ვერ ხდება ხშირ შემთხვევაში და ადამიანს სჭირდება სწორედ ის რაღაცა შლეიფი, ნაცნობობა, კავშირები, აი ესეთი კულტურაც დამკვიდრდა, რომ ესე იგი სანამ ჩემი ხელმძღვანელი არის პროფესორი, მე ვერ გავხდები, იმიტომ რომ რაღაცა ელოდება ადამიანი პროფესორის სიკვდილს, რომ გამოთავისუფლდეს და მერე იმან დაიკავოს იმისი ადგილი, ხო? ერთგვარი რაღაცა გარკვეული ფეოდალიზმით არის ეს და მერე უკვე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც შეჯიბრებადობის პრინციპით არ მოქმედებენ, არამედ გეგმარების პრინციპით მოქმედებენ, გვიან საბჭოთა პერიოდში, როცა უკვე პროფანიზაცია ხდება ბევრი რამის, აი მაგალითად სიტყვაზე, ну, ფუჭდება ქართული ჩაი, იმიტომ რომ რაღაცა გეგმებია შესასრულებელი, ფუჭდება ქართული ღვინო, გიორგობის თვე რო არის ფილმი, ხო, და ეს მასობრივი არის, კორუფცია ხდება ენდემური, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე ამ კვლევით ინსტიტუტებში თუ თქვა ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ ძალიან დიდ სახელებზე, უკვე გვიან პერიოდში აი ცისფერი მთები რო არის, ხო, ფილმი, შემოდის ყავისმა და ჭადრაკის თამაში სამუშაო ადგილას, იმიტომ რომ უკვე ამ გეგმების შესრულება არის ფორმალიზებული.
პრინციპში მე საკუთარი გამოცდილებით, რადგან ახლა ეს ჩემი საავტორო პოდკასტი არ შემიძლია საკუთარი გამოცდილებაზეც თქვა 2-3 სიტყვა, მე რო იმ პერიოდში დავბადებულიყავი, ალბათ, როგორც მეცნიერი, როგორც ვერც მეცნიერი ვიქნებოდი, ვერც პროფესორი ვიქნებოდი, ვერაფერი ვერ ვიქნებოდი და რატომ? იმიტომ რომ მაგალითად ისტორიკოსი რო გამხდარიყავი, ხო? გჭირდებოდა მოხვედრილიყავი ან თსუ-ში, ან ისტორიის ინსტიტუტში, ხო ასე? ისტორიის ინსტიტუტში უბრალოდ მოხდებოდა. თუკი მეცნიერების მიმართ, ანუ ახლა მე ერთ საინტერესო რაღაც გეტყვი, ახლა უცებ სტატისტიკას გამოდენმე თვალი. ანუ დღესდღეობით, ახლა ეს ერთი კონკრეტული ის არის. საინტერესო მაგალითად 80-იან წლების დასაწყისში სტატისტიკა მთელი ისტორიის ინსტიტუტში რა რაოდენობის თანამშრომელია. და დღეს რაც არის ისტორიის ინსტიტუტში ერთად აღებული მხოლოდ ერთ განყოფილებაში იყო მაშინ ამდენი თანამშრომელი. მაგალითად აი ძველი ისტორიის განყოფილება 12 თანამშრომელი, 18 თანამშრომელია, შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის განყოფილება 27 თანამშრომელი ყავს. მაგალითად ახალი ისტორიის განყოფილებაში 18 თანამშრომელი, საბჭოთა საქართველოს ისტორიის განყოფილება 22 თანამშრომელი. კავკასიის ხალხთა ისტორიის 10 თანამშრომელი, საბჭოთა კავშირის ხალხთა საქართველოს ურთიერთობის 10 თანამშრომელი, წყაროწონების განყოფილება 21 თანამშრომელი. აი ბატალიონი არის. ხო, ახლა ნახე, ეს მეორე უკიდურესობაა. რა თქმა უნდა, ახლა ჯამურად რო ვიყოთ 203 თანამშრომელია პატარა ისტორიის ინსტიტუტში, რომელიც სანამ ეს მელიქიშვილის 10 ნომერში მდებარეობდა, ის ისტორიული შენობა იყო და 200 თანამშრომელი იყო და იქ როგორ იყო, ის ახლა 200 თანამშრომელი ხო ერთად ფაქტობრივად ვერ მოიყრიდა თან, შეუძლებელი იყო და ამიტომ მორიგეობის დღე კვირაში ერთხელ მიდიოდნენ ხოლმე. ანუ რის თქმა მინდა, იცი? ეს იყო მეორე უკიდურესობა. აი ეს მინდა კარგად რო გავიაზროთ, ანუ ერთის მხრივ იმ საბჭოთა პერიოდის თან ამას ჰქონდა რა თქმა უნდა გეგმიური სახელმწიფო დაფინანსება და ამიტომ ეს ბიუჯეტი იტანდა იმას, რომ ამდენი თანამშრომელი ყავდა, მაგრამ რეალურად აი საბაზრო ეკონომიკის პირობებში რა თქმა უნდა ამდენი თანამშრომელი ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა. ასეთი ანუ ეს ინსტიტუტი ხო არ ქმნის რაღაც ისეთ პროდუქციას, რომელიც იძლევა მოგებას და რაღაც ანუ ბიუჯეტზე დამოკიდებული, ბიუჯეტზე ჩამოკიდებული უბრალოდ ორგანიზმი იყო და მას ევალებოდა ხა განსაკუთრებით აქ თუ იდეოლოგიურ პროპაგანდისტული ხაზით შევხედავთ არის თქვათ აქტუალური პოლიტიკისთვის ისეთი და იმდროინდელი საბჭოთა იდეოლოგიისთვის ისეთი განყოფილებები როგორიც მაგალითად საამულომის ისტორიის, მაგალითად პარტიის ისტორიის უახლესი ის გასაგებია, მაგრამ დანარჩენი აი თქვათ იგივე წყაროწონების და იმის პირდაპირ გაგებით სახელმწიფოს ნაკლები ინტერესი აქვს ესეთი განყოფილებების და ასეთი მეცნიერების შენახვისთვის, რა უხეშად რო ვთქვათ. და ამიტომაც იყო ხოლმე ესეთი რაღაცა, რომ ძალიან ხშირად აი როცა ეს აუნიშნეთ ეს გარკვეულწილად მემკვიდრეობითობა და ხო ძალიან ხშირად ესეთი თანამშრომლები იყო ესეთი თანამშრომლები მათ შორის განყოფილების გამგეებიც კი იყვნენ ესეთები რომლებიც იყვნენ გაფორმდებოდნენ იქ და გაფორმდებოდნენ თანაც აი ეს იყო ესეთი ინსტიტუტები მაღალ თანამდებობაზე თქვა განყოფილების გამგის თანამდებობაზე დირექტორის მოადგილის და შემდეგ უშვებდნენ ხოლმე ასე ვთქვათ პარტიული ელიტიდან გარიყულ პიროვნებებს რომლებიც აი ვთქვათ მოყვნენ ასე ვთქვათ წმენდაში ის ამადა დევის ტუროა ხო ცნობილი დევის ტუროა რომელიც თავის ცხოვრების ბოლო წლებში ისტორიის ინსტიტუტში თანამშრომლად გაატარა ხო თავისთავად ძალიან საინტერესო პიროვნება იყო ცოდდნენ და ყველაფერი მაგრამ ის არ იყო მეცნიერი მაგრამ აი ამ ასე ვთქვათ ეს დევის ტუროა იყო იდეოლოგიურ დარგში ესე ბიუანცეკავდევან ბევრი პავლე შარია რომელიც იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელი და შემდეგ უბრალოდ ხო ის იყო მაღალი რანგის ის ბერიას პერიოდში მაღალი რანგის ფაქტობრივად იდეოლოგიას ხელმძღვანელობდა საბჭოთა საქართველოში 40-იან წლებში მე ის მოყვა პოსტსტალინურ რეპრესიებში გადასახლებული იყო და შემდეგ და როცა ის დაბრუნდა მე ფილოსოფიის ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა და ნუ შემდეგ გააგრძელა კი ამ მართულებით ის მარქსი ახლა ცუდი მეცნიერი არ იყო ნამდვილად უბრალოდ მარქსისტული იდეოლოგიის ის იყო და საკმაოდ საინტერესო ნაშრომებიც აქვს მაგრამ აქ თვითონ იმაზე ელაპარაკე აი თვითონ პროცესზე რომ ესე იგი ის რაღაც პერიოდში იყო აქტიური პოლიტიკოსი და შემდეგ პოლიტიკიდან ჩამოშორების შემდეგ მას ჰქონდა ერთადერთი არჩევანი რომ ხო ბუნებრივია ახლა ეს სამეცნიერო დაწესებულებების სტალინიზმის დროს ხრეტდნენ და ეს იყო ხო ადამიანის მოშორების გადარჩა ხო კი ბატონო უაღარ ხრეტდნენ ამ პერიოდში და ბევრი იყო კიდევ ისეთი ადამიანი რომელსაც იყო გარკვეულწილად თავშესაფარი ვთქვათ ეგეც ადგილები სამეცნიერო დაწესებულებები რომელსაც როგორ ეს თელი ესეთი ის არსებობდა პოლიტიკა რომ მეცნიერს უნდა განეხორციელებინა წლიური თემები აქვს. წლის განმავლობაში ერთი რაღაც უნდა დაეწერა და ხშირად იყო ხოლმე
ტირაჟი, ანუ ერთი და იგივე თემას უბრალოდ სათაურს გამოუცვლიდნენ ყდას. არ დღეს არის უცხო ეგეთი რამ გონდა. იდებოდა და წლიდან წლამდე ერთი და იგივე წლიური თემები სხვა სათაურით მოძრაობდა ხოლმე და ხო, ну ესეთი ბრჭყალებში ყავის მომდუღელებთან კატეგორიას ეძახდნენ, ესეთი ხალხიც ბევრი იყო. ანუ ახლა მოდი და ახლა მარტო იმაზე რომ ვლაპარაკოთ, დადებითი საუნიშნოთ. ისტორიის ინსტიტუტის თელი ჯერთი ძალიან დიდი პროდუქცია შექმნა მართლაც არსებობის განმავლობაში ამ ინსტიტუტმა და პლუს ძალიან მნიშვნელოვანი ის რისი ფუნქციონირება დღეს უკვე აღარ აქვს. ანუ ის თქვა მინდა. იქნება ეს თქვა გარკვეული დოკუმენტების პუბლიკაცია, იქნება ეს თქვა წყაროების თარგმნა და აი რა მასშტაბის სამუშაოსაც ეს ინსტიტუტი აკეთებდა. ფაქტობრივად რამდენი წელი გამოდის თითქმის აი საბჭოთა პერიოდის მოცულობა 50 წელი ცოტა მეტი. 50 წლის განმავლობაში ამათ რაც შექმნეს აი ამის ფუფუნება რომ დღეს ამ მოცულობის სამუშაო გააკეთოს ამ რაოდენობის ხალხს უბრალოდ აღარ აქვს. იმიტომ ფიზიკურად რესურსი აღარ არის. ხო, ანუ აქ წყაროების თარგმნა დოკუმენტები. შენ თქვი რომ ერთ ჯერზე 200 კაცი იყო შტატში, მაგრამ აი ეს მოცულობა ამ 200 კაცი არ უნდა გადავანაწილოთ, იმიტომ რომ იქ შეიძლება 10 კაცი. ხო, თუნდაც არა, მაგრამ ნუ 50-70 კაცი. ბევრია 50-70. ხო, მაგრამ რეალურად აკეთებდნენ კი. ხო, ანუ იყო რაღაცა ჯგუფი, რომელიც, ნუ რომლის სახელი, ხა პატიოსანი ინდივიდები ყველგან შეიძლება იყვნენ, მეცნიერებით გატაცებული და მეცნიერებით მოწოდებული ადამიანები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სისტემა იყო ჯანსაღი. ანუ ეხ ჩემი აზრით, ხო, ერთ-ერთი ყველაზე სწორი რამ, რაც გაკეთდა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, მე ეს დამახინჯდა, მაგრამ თვითონ იდეა იყო ძალიან სწორი, ეს იყო რუსთაველის ფონდის შექმნა, იმიტომ რომ მე ბექა კობახიძე, რომელიც ვიყავი რამდენი, რა ვიცი, 27 წლის ახალგაზრდა, მე შემქონდა ჩემი პროექტი ამ რუსთაველის ფონდში, ვიღაცას, რომელსაც შეიძლება ძალიან ბევრი კავშირი აქვს და ანუ ვერაფრით ვერ ვაჯობებდი ამ კლანურ ბრძოლაში, იმასაც შეაქვს თავისი პროექტი და ანონიმურად ხდება შეფასება, მათ შორის არაქართველი მეცნიერების მიერ, რომელიც იმარჯვებს ის პროექტი ფინანსდება, ხო? ამიტომ მეცნიერს აქვს мотиваცია არა იპარაზიტიროს და ვთქვათ, ერთ და იგივე სათაურით ცხრა რაღაცა გამოაქვეყნოს, არამედ რეალურად იშრომოს და დადოს პროდუქტი და ამან გაუჩინა ადამიანებს შესაძლებლობა რომ კარიერა შექმნან, გაიკეთონ, გაიზარდონ, რა თქმა უნდა, ამ მეცნიერებას, ქართულ მეცნიერებას შესთავაზონ პროდუქტი, ხო? დაიდოს ეს პროდუქტი. ნუ ეხლა მე რა პრობლემების გაშთა ეს სხვა საკითხია, მაგრამ მოკლედ აი ეს რაღაცა გეგმური ეკონომიკამ, როგორც ვთქვათ, ვერ გაამართლა როგორც ეკონომიკაში, ასევე ბუნებრივია მეცნიერებაში. ანუ მეცნიერება, ანუ როგორ იცი, არის საბაზრო დაფინანსება, არის საგრანტო დაფინანსება, ხო? იმის რომ მეცნიერება იყოს შედეგიანი პროდუქტიული, რაღაც დონის არის საჭირო საბაზრო დაფინანსებას, მაგრამ თავარი აი რაც იქნება ძირითადი სამეცნიერო პროდუქციას აქვს საგრანტო დაფინანსება და აი რუსთაველის ფონდი რა ხან ახსენე ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს აღნიშნავ ბოლო წლების აი ესეთ კომპლექსური ჩვენ სულ ქონდა მაგაზე დაწყებული 90-იან წლებიდან როცა აფხაზეთის ომი იყო მე როცა ცხინვალის ამბები და ეს ყველაფერი სულ იყო ეს წუწუნი და ჩივილი იმაზე რომ აი ჩვენ ფაქტობრივად პროპაგანდისტული ომი წაგებული გვაქვს ნუ რუსეთს წყალობით იმიტომ რომ რუსეთს ბევრად მეტი რესურსი აქვს და ისინი უწენენ ყველაფერს აფხაზებს რუსებს და ფაქტობრივად ეს ომი წაგებული იყო და ბოლო წლებში გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა სწორედ რუსთაველის ფონდის ხელშეწყობით რომ ქართულმა მეცნიერებმა ფაქტობრივად ის რაც იყო მანამდე თეთრი ლაქა მეგულისხმობ აფხაზეთის ისტორიის კუთხით თქვა ცხინვალის რეგიონის ისტორიის კუთხით დაიდო ყველაფერი ფაქტობრივად შეიძლება თქვა ამოიწურა უკვე იმიტომ ამაზე მეტი რა უნდა დაიწეროს ყველაფერზე არის ინგლისურენოვანი შრომები რომელიც არსებობს უკვე თავისუფლად ხელმისაწვდომია შეიძლება ითქვას რომ აი ეს გარკვეულწილად ახლა კი გასაგებია ზოგადად პოლიტიკური კონტექსტის შეცვლამად შეუწყო ყველაფერს ხელი იმიტომ რომ თუ კი თქვა 2008 წლის ომის დროსაც კი ჩვენ გვადებდნენ ხელს და გვადანაშაულებდნენ ხო უცხოეთში და ეს სერიოზული პრობლემა იყო თქვენ მოახდინეთ ინსპირირება თქვენ გამოიწვიეთ რაღაცა დღეს ამაზე აღარავინ აღარ საუბრობს და ამაში თუნდაც იგივე აი ამ ის რომ თქვა ეს სამეცნიერო პროდუქცია დაიდო და რეალური ისტორია დაიწერა ამან თავის როლი შეასრულა ასე რომ ეს და მეორე მომენტია რაც ახსენეთ წეღან ფაქტია რომ აი იყო ხოლმე ესეთ შემთხვევები როცა ხშირად ქართველი რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იყო
ანონიმურად, მაგრამ აი ქართველი მეცნიერის შეფასება და უცხოელი მეცნიერის შეფასება როც ხო ძალიან ასწენი იყო ერთმანეთს და აი ეს უხერხულობა და ეს გაუგებრობა მოხსნილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც მთელი ეს შეფასების მთელი სისტემა გადაეცა ევროპის ასე ვთქვათ სამეცნიერო ცენტრს და დღეს მხოლოდ ახლა კი გასაგებია იმ უცხოელ მეცნიერსაც, რომელიც რეალურად არ იცნობს, ნაკლებად იცნობს გასაგებია ჩვენ სფეროში, ხო? რა არის ქართოლოგიაში პრიორიტეტი, რა არის მნიშვნელოვანი, შეიძლება მასაც გარკვეული შესაძლებლობა მოუვიდეს, მაგრამ შეფასებები საბოლოო ჯამში ბევრად ობიექტურია, ის რასაც სწორედ ის უცხოელი და ნაკლებად მიკერძოებული კვლევარი თან ერთი კი არა, რამდენიმე თან პლუს ეს სისტემა რებუთალი სისტემა როცა შეგიძლია მანამდე არათუ ანონიმური იყო ეს შეფასება, არამედ საერთოდ პოსტფაქტუმ მიგებდი ყველაფერს და დღეს არის წინა ეტაპი, როდესაც შენ შეგიძლია შეეკამათო შენს ფარულ რეცენზენტს და შენი დასაბუთება, არგუმენტირებული დასაბუთება წარაგინოს საბჭოს და შემდეგ საბჭო ორივე ამ მოსაზრებას გადახედავს და შეიძლება კორექტირებას მოხდეს შეფასებაში. ასე ეს თავისთავად არის დადებითი მომენტი, რაც სწორედ აი ამ ცვლილებებმა მოიტანა და ბევრად უფრო აი რაც ზემოთ თქვი, ანუ განსხვავებით იმ ისეთი თქვა შეფასებებისგან, რომელიც იყო ხათ რუსთაველის ფონდამდე იყო განათლების სამინისტროს ერქვა ამას თუ არ მეშლება ზოგიერთი სახელი ჰქონდა მეცნიერებისა და განათლების მეცნიერების სახელმწიფო გრანტი, ეს მოკლედ სახელმწიფო გრანტი იყო, სამრუსთაველის ფონდი დაარსდებოდა. ხო და იქაც იგივე პრინციპი მუშაობდა, ანუ ფაქტობრივად კონკრეტული ჩინოვნიკები ხშირად იღებდნენ რაღაც გადაწყვეტილებებს, ხო? და ნაკლებად მე უკვე რუსთაველის ფონდის პერიოდში უკვე მეცნიერები ჩაერთვნენ ამ საქმეში, ოღონდ მაინც ის რომ თქვა ქართველი იყო ანონიმი შემფასებელი და ეს გარკვეულწილად ეს მოქმედა ახლა რაც არ უნდა ანონიმი იყოს ის ბოლოს და ბოლოს ხდება ხო რაც არის წარმოდგენილი პროექტი რომ ვინ არიან ამ პროექტის მონაწილეები ამას ქართველი ადვილად მიხვდება განსხვავებით თქვა ხო უცხოელისაგან ხო სადაც უკვე ნაკლები ის არის ხო თუმცა იქაც არის კიდე გარკვეული თქვა ხარვეზე მაგრამ თემებაში ბევრად უფრო დადებით შედეგია ის რომ აი ქართული მას ჩამოცილდა აბსოლუტურად და მხოლოდ უცხოელი აფასებს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტურობისა და უფრო ხარისხიანი, ასე ვთქვათ, შედეგების მიღების თვალსაზრისით. კი ბატონო, კაი, დაუბრუნდეთ ახლა ისევ ისტორიას. მე ბონდო მინდა აი ამ სამეცნიერო თავისუფლებაზეც ვილაპარაკოთ ცოტა და მინდა მოყვე უშანგი სიდამონიძის ისტორია. ხო, ძალიან საინტერესო მაგალითია და ზოგადად ახალ და უახლეს ისტორიის საბჭოთა პერიოდში კვლევა იყო ან უნდა ყოფილიყავი თავგადადებული და ესე იგი შეწირული ადამიანი გაგებედა, ანუ ობიექტური კვლევა საბჭოთა პერიოდში ხო, უახლესი ისტორიის, ან მეორე ვარიანტია უნდა ყოფილიყავი აბსოლუტურად მორგებული სისტემას, ხო და შესაბამისად კი არ გეკვლია არამედ ის ინსტრუქტაჟი რაც მოდიოდა ცეკადან იმ ინსტრუქტაჟის მიხედვით დაგეწერა რაღაც. უშანგი სიდამონიძის ისტორია სხვა შორის აი ვინ არის ჯერ ეს კაცი? ხო, ჯერ თქვათ ეს და სხვა შორის ახლახანს სწორედ ჩემს უფროს კოლეგებთან და მასწავლებლებთან ერთად ერთ სუფრაზე საუბრის დროს გაიხსენეს უბრალოდ ძალიან მოყვები ამ ისტორიას, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია აი რამდენად მაინც აი თაობათა შორის ხო თითქოს წვეტა დიდია ხო მე უშანგი სიდამონიძე მასწავლიდა 1991 წელს. იმათ ანუ დიმიტრი შველიძე და რონა თოფჭიძე ასწავლიდა 60-იანი წლების ბოლოს 68-70 წლები. ხო და აი საინტერესო რა არის რომ აი ამ შუალედში თითქმის 20 წელი ეს ადამიანი გაძევებული იყო არა მარტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, არამედ მეცნიერებიდან გაძევებული და ფაქტობრივად ყველანაირად შევიწროებული. მისი სადოქტორო დისერტაცია, რომელიც ეხებოდა საქართველოს სათაური ქონდა ესეთი, როგორც ხდებოდა ხოლმე ნამდვილად ესეთი ტიპის სათაურები ქონდა გიგლა ჯანგულაძე და ბევრს, ცოტა ის მაგათ წვრილბურჟუაზიული პარტიების ხო და წვრილბურჟუაზიული პარტიების ისტორია. კი ბატონო, აქაც უშანგი სიდამონიძის შემთხვევაში ესე იყო, მისი სათაური ერთი შეხედვით არ იყო ესეთი ანუ იქაც მოკლედ თქოს საბჭოთა კონjunktურაში ჯდებოდა. კონjunktურაში ჯდებოდა. და სოციალურ საინტერესო რა არის რომ მაშინ იყო ესეთი წესი დისერტაციის დაცვა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცედურა იყო. ფაქტობრივად ამას ამტკიცებდა მოსკოვში იყო ვაკი ვიშე ატესტაციონная კომისია რომელიც იღებდა ამ დისერტაციას. ამ დისერტაციამ თარგმნილი იყო ავტორეფერატმა წარდგენილი იყო რუსულ ენაზე. ანუ ხდებოდა ჯერ იქ განხილვა
და როცა ვაკითხავდა რომ დისერტაცია კარგია, მე უკვე ფაქტურად თბილისში ტარდებოდა ფორმალური დაცვა. ხო, ერთი რაღაცაც აუცილებლად აღვნიშნოთ, რომ ეხლა ყველა უნივერსიტეტს აქვს სადისერტაციო საბჭო და რა ვიცი, ყველგან იცავენ, მაგრამ მაშინ ისტორიის მიმართულებით დისერტაციის დაცვა შეიძლებოდა მხოლოდ TSU-ში ან ისტორიის ინსტიტუტში. კი, ორი ინსტიტუცია მხოლოდ. ხო, და აქ თავარი მიდგომა და პრობლემა იყო ის, რომ თუ მოსკოვი დაიწუნებდა, ამ დისერტაციას უკვე შანსი აღარ ჰქონდა. თუმცა ესეთი ძალიან იშვიათი შემთხვევა იყო, იმიტომ რომ ადამიანებმა იცოდნენ როგორ დაეწერათ. ხო, ოღონდ აი უშანგის სინამდვილის შემთხვევაში მოხდა რა, მოსკოვს უარი არ თქვი ამ დისერტაციაზე, მაგრამ აქ თბილისში გაფუჭდა საქმე. ანუ აქ რომელსაც პიროვნული რაღაც დაპირისპირების მომენტიც იყო, მოკლედ ვიღაცამ ძალიან გულდაგულ და ჩაუწულმან და ამ დისერტაციის დეტალებს და ფაქტიურად ანტისაბჭოთა იმაში დასდეს ბრალი და შემდეგ როცა ამის განხილვა მოხდა უკვე მე ცეკაში გადავიდა ეს დისერტაცია და უკვე ლუპით დააკვირდნენ ყველა წეტინძიმე და მე ფაქტიურად უშანგის სინამდვილეს გამოუტანეს განაჩენი ეს მაშინ სულად ახალგაზრდა მეცნიერი 40 წელსაც არ იყო ეს იყო მისი მეორე დისერტაცია სადოქტორო დისერტაცია და ფაქტიურად ადამიანი გაწირეს რასაც ქვია ანუ ფაქტიურად მას აუკრძალეს თან ისიც გავითვალისწინეთ რომ საბჭოთა პერიოდში კონსტიტუციის თანახმადაც უმუშევრობა კრიმინალი ანუ უმუშევროდ ვერ გაჩერდება სადღაც უნდა გემუშავა ხო ამის უფლებას ხელისუფლება არ გაძლევდა და წარმოიდგინე ესე იგი საუკეთესო სპეციალისტი უბრალოდ გააგდეს ისტორიის ინსტიტუტიდან და დარჩა ისტორიის ინსტიტუტიდან უნივერსიტეტიდანაც და ახლა მე კიდევ ერთი აიწევან რომ ამბობდი რონათოვჩიძეს და დიმიტრი შველიძემ გაიხსენეს ესეთი ისტორია, ანუ რამდენად დიდი ძალა აქვს თან ეს ის ეპოქაა, ხო, გაქანებული საბჭოთა პროპაგანდის ხანა და უშანგის სიდამონიძის ლექციების მერე და პირდაპირ კავშირი იყო ამის, რომ ჩვენ ახალგაზრდებმო დავაფუძნეთო ესე იგი ფარული ორგანიზაცია, ესეთი 26 მაისის ანგელოზები თუ რაღაც ეს და რაღაც პროკლამაციები და ეს დაუბეჭდიათ საბჭოთა მანქანაზე და ახლა წარმოიდგინეთ ახლა ეს საერთოდ პირველ და მეორე კურსელებს 26 მაისის შესახებ და ნოე ჟორდანია და საქართველოს დამოუკიდებლობა ვისგან უნდა გაეგოთ თუ არა სწორედ უშანგის სიდამონიძის აი დიმიტრი ხა ჩემი ხელმძღვანელიც იყო და მასწავლებელი და უფროსი მეგობარი არის რა თქმა უნდა და ესეთ რაღაცა აქვს მოყოლილი რომ წარმოიდგინე ისტორიის ფაკულტეტის მეორე კურსზე გავიგე რომ თურმე 26 მაისს გამოგვიცხადებია დამოუკიდებლობა და წავედით და ესა რა ქვია დავლეთ აღნიშნეთო. ან ეს ხდება 60-იან წლებში, ან რამდენად ესე იგი, ანუ ისტორიის სწავლება როგორი დამახინჯებულია, რომ მეორე კურსამდე და ის უშანგის სიდამონიძე რო არ ყოფილიყო, იმას ვერ გაიგებდნენ. მაგას ვუყან ფაქტიურად მისი დამსახურება თუნდაც აი ერთი დეტალიც კი მიანიშნებს იმაზე, რომ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ასეთი პროფესორის არსებობა უნივერსიტეტში და სამეცნიეროში. და მე უკვე მისი დაბრუნება სხვა შორის თუ არ მეშლება ჩვენი კურსი იყო პირველი თუ მის წინა კურსი, როდესაც მოხდა რეაბილიტაცია და ბოლოს დააბრუნეს ეს ადამიანი უნივერსიტეტში, მაგრამ აი წარმოიდგინე პირველად რომ შემოვიდა აუდიტორიაში ის გვეგონა დაახლოებით 80 წლის. ანუ აბსოლუტურად გათეთრებული, მოტეხილი და სულ იყო 61 წლის. ადამიანი გავდა 80 წლის. ანუ აბსოლუტურად დაბერებული და ჯანმრთელობა შერყეული და ჩქარა გარდაიცვალა მე სამწელიწადში თუ მეშლება. ანუ აქაც იგივე ამბავი მოხდა, ანუ სისტემა ფაქტიურად ისე როგორც ივან ჯავახიშვილის შემთხვევაში ხო? ადამიანის ფაქტიურად ნაადრევად მოუსწრაფა სიცოცხლე. სხვათა შორის ბონდო მე ნანახი მაქვს, ანუ ეს ხო ისტორიის ინსტიტუტის ხდომებზე განიხილავდნენ. ეს ნანახი მაქვს ეს ამბავი და იქაც ანუ დღევანდელ რეალობასაც ეს ეხმიანება ბევრწილად. იქაც იყო სივრცეები და წესიერი და გაბედული ადამიანები ამ სივრცეებს იყენებდნენ, რომ მისი მდგომარეობა შეერბილებინათ, რაღაცა პირდაპირ თუ არა პირდაპირ დაეცვათ, საბჭოთა ხელისუფლების გმობისა და იმაში გადასახლებაში წასვლის გარეშე. მაგრამ იყო იმის სივრცეც, რომ კეტი გერტყა თავში ამ ისედაც რეპრესირებული კაცისთვის და ამითი თავი გამოგეჩინა, ხო? ანუ ეს იყო ეს ამბავი, რომ ანუ შიგნითაც აი ეს უბედურება, მამაძაღლობა და ის, რომ ვიღაცის გაუბედურების ხარჯზე საკუთარი კარიერის გაკეთების ამბავი, მაგრამ იყვნენ მეორენიც, უფრო ცოტანი, რა თქმა უნდა, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ადამიანი რაღაცნაირად დაეცვათ და გადაერჩინათ და მერე უკვე აი მე იგივე დიმიტრიისგან, შველიძისგან, რომ როცა ისწერდა თავის საკანდიდატოს, ხო?
მსგავსი თემით. კი, მის საგანდადოს ფაქტიურად საბჭოთა მისთვის ძალიან. ხო. და უშანგისთან ქონდა კომუნიკაცია და ფაქტობრივად მისი არაფორმალური ხელმძღვანელი იყო, ფორმალური ხელმძღვანელი ვერ გახდებოდა, იმიტომ რომ შერისხული იყო ის კაცი და გაგდებული ყველაფრიდან. და აი ამას ეს თვითონ ეს კომუნიკაცია ძალიან საშიში იყო და ადამიანები განსაკუთრებით აი ამ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები თავს არიდებდნენ მასთან კომუნიკაციას და მე უკვე რო დაიშალა საბჭოთა კავშირი მე პოსტფაქტუმ ხო იცი რომ ყველა რო თითქოს 9 აპრილს ყველა რო იქ იყო მე უკვე 90-იანი წლებიდან იმის ლაპარაკი დაიწყეს ადამიანებმა რომ აი როგორ დიდ პატივს ცემდნენ უშანგის სიდამონიძეს და ეს რა საშინელება მოხდა ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო ანუ ეს არის მუდმივად განგზობადი განმეორებადი პროცესი კი ცხოვრდეგ პრობლემა არის კი და ძალიან ალბათ არ შევსები თუ ენდემური პრობლემაა იმიტომ რომ ესეთი მძაფრი ხა ისე იმას უბრუნდები რომ ან მოსკოვში არ ჩაუგდიათ ეს დისერტაცია მოსკოვში თანხმობა მისცეს და საქართველოში თბილისში გაგზავნა კი ადგილობრივი ამბავი ხო ესეთი ეპიზოდები ბევრი იყო ხო აი ახლა რაც შეეხება იგივე ჩვენი მიმართულებით ხო ერთ საინტერესო დეტალს მინდა ხაზი გაუსვა ის სწორედ ეს განსხვავება რომელიც არსებობდა ვთქვათ აი სამეცნიერო მეცნიერება და მეორე მხრივ ესე ლექტორის პროფესორის საქმიანობა ხო ამის გამიჯვნა მე დროთა განმავლობაში ხელა უბსკული გააჩინა რომ ფაქტიურად ახლა მე საბედნიეროდ მე მოვესწარი ძალიან ბევრ დიდ მეცნიერს რომელიც მასწავლებდნენ მათ შორის აი გივი თაობის რომელიც აი მართლაც საოცარი სახელები და ლეგენდები ხო ქართული მეცნიერების გივი ჟორდანია პირველ რიგში ნუკრი შოშიაშვილი მე თუ რამე მედიევისტიკაში ვიცი თავმდებობლობდი ნუკრი შოშიაშვილის დამსახურებული რომელიც ყოველ წელს რაღაც საგანს მიკითხავდა 5 წლის განმავლობაში აი აუცილებლად ახსენო გიორგი მელიქიშვილი რომელიც აი საინტერესო შემთხვევა რატო ხა გიორგი მელიქიშვილი გადაუჭრებლად შეიძლება ითქვას რომ საბჭოთა პერიოდის ყველაზე დიდი მეცნიერი იყო ის კი ყოლია ისტორიკოსი გარდა იმისა რომ ეს იყო ერთადერთი მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ეს იყო პირველი რომელმაც მიიღო ლენინური პრემია ჰუმანიტარულ მეცნიერებაში მანამდე ჰუმანიტარულ მეცნიერებაში ლენინური პრემია არ ის არ ქონდა მიღებული გიორგი მელიქიშვილი იყო პირველი ახლა ეს რატომ უნიშნავს ის იყო უმაღლესი ჯილდო რომელიც ჩეელოს ერთ მეცნიერს მიიღო და გიორგი მელიქიშვილი თან იყო ძალიან მაღალი რანგის ეს იყო სოფლიო დონის მეცნიერი ძველი ისტორიის სპეციალისტი ურარტოლოგიის ძველი აღმოსავლეთის ურარტოლოგიის ერთ-ერთი გადაუჭრებლად შეიძლება ითქვას ფაქტიურად ამ მიმართულებით საფუძველი ჩამყრელიც ყოველთვის შემაჯამებელი შრომები ნამდვილად ურარტოლოგიაში ყველაზე მასშტაბური გიორგი მელიქიშვილის აქვს და პლუს ძველი ისტორიის სრულიად აი თუ ჩვენ ესე შევხედავთ 60-იან წლებამდე ფაქტობრივად ძველი ისტორიაზე ჩვენ ესეთი გამართული მწყობრი კონცეპტუალური კვლევა არ ქონია ხო იყო თან მით უმეტეს არქეოლოგიური მასალით შედარებით წირი იყო ბევრი რამ იყო თქვა გაურკვეველი და ნახევრად ესეთი ვერსიებით ასე თქვა შემკობილი და აი გიორგი მელიქიშვილის ეს ნაშრომი ისტორია დრევნი გრუზი რომელიც მე საქართველოს ნარკვევების პირველ ტომს დაედო საფუძვლად ხო ეს პირველად რუსულად გამოვიდა და მე უკვე ხო და აი ეს თქმა უნდა რომ აი ეს იყო ფაქტიურად სრულიად შემოტრიალება თუ შეიძლება ასე ვთქვას ყველაზე გამართულად აი ძველი ისტორიის საქართველოს ძველი ისტორიის სურათი მოგვცა გიორგი მელიქიშვილმა და სხვა შორის მე ვიტყვი იმასაც რომ მას აქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი მონოგრაფია ეს არის ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის ისტორიიდან. ეს ეხება მე-11 საუკუნეების პოლიტიკურ ისტორიას, როგორ შეიქმნა ერთიანი ქართული სახელმწიფო და ის აყალიბებს სრულიად განსხვავებულ თეორიას, ვერსიას იმისა, რაც მანამდე ქართული ისტორიოგრაფიაში დომინირებდა და ეს ვერსია იმდენად დამაჯერებელი ლოგიკურია, თან ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ძველი ისტორიის სპეციალისტი და ფაქტობრივად შუა საუკუნეების მედიევისტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტურ საკითხს მოკიდა ხელი და შეისწავლა უმაღლეს დონეზე და ძალიან არგუმენტირებულია მისი დასკვნები. და ამ დროს აი ამ დონის მეცნიერი ხო მე მასწავლიდა პირველ კურსზე ძველი აღმოსავლეთის ისტორიას და მეხუთე კურსზე უკვე სპეცკურსი ქონდა მასთან ძველი საქართველოს ისტორიის. მიუხედავად იმისა რომ ამ დროს უკვე ასაკში იყო, ახლა ძალიან ასაკშიც არა 72-63 წლის უბრალოდ უფრო მოტეხილი იყო. მაგრამ აი საოცარი არის რომ ფაქტიურად ანუ აი ის თქმა რომ ის სხვა შორის უნივერსიტეტში არ კითხულობდა ძირითად ლექციებს, მაგრამ თქვენ მოიწვია სპეციალურად და რაღაც პერიოდის მერე ხო და ის თქმა რომ აი ის როგორც აი რამდენად დიდი მეცნიერი იყო
იმდენად თქვათ, როგორც ლექტორი, ანუ ფაქტობრივად სტუდენტები მას არ უსმენდნენ. ეს იყო ზოგადი კურსი და 80 კაციანი აუდიტორია იყო შევსებული და ფაქტობრივად ლექცია იყო ჩავარდნილი. ძალიან მე გამიგია ეგ რომ ძალიან დაბალი ხმით. კი, ძალიან დაბალი ხმით და თუ ძალიან არ გაინტერესებდა ახლა და სტუდენტების უმეტესობა ხო არ იყო დაინტერესებული სამწუხაროდ ხო და აქედან გამომდინარე ფაქტობრივად ვერაფერს ვერ გაიგებდა ლექციაზე. კი, გამიგია. ხო, ანუ ესეც, ანუ ის თქვა მინდა რომ აი ამ გაუცხოებამ, ამას გარკვეული როლი შეასრულა. სწავლებას შორის, ხო. თორე, ანუ მას რო ქონოდა თავიდან ახლა ამ ასეთი დონის მეცნიერი ყოველთვის სასურველი იქნებოდა ნებისმიერ აუდიტორიაში, ხო, თავისთავად ცხადია და ამიტომ ის მას რო ქონოდა თავიდანვე მუდმივად უწყვეტი პრაქტიკა სწავლებისა, ხო? და თქვათ, მისთვის არ დაეძახათ 65 წლის ასაკში პირველად, ხო? შევიდეს ლექციაზე და ლექცია ჩაატაროს. ალბათ სხვა შედეგი იქნება. კი, რა თქმა უნდა, სწავლება სხვა სპორტი არის კიდე, რომელიც, თქვათ, 65 წლის ასაკში არ უნდა დაიწყო ამის სწავლა, როგორ ასწავლო. ერთი საინტერესო ისეთი, ანუ მე ვიტყოდი სახუმაროც კი ისტორია არის. მაგ მე ხა მელიქშვილს ჩემთვის არ უსწავლებია გიორგი მელიქშვილს, მაგრამ ეროვნული ბიბლიოთეკის დისერტაციის კატალოგებში რაღაცა დისერტაციებს ვეძებდი, მე ხა მაშინ ციფრული არ იყო არაფერი, გეუბნები ადრეულ 2000-იან წლებს იმ კატალოგში რა იმებს ბარათებს რო ათვალილებ და ნუ ხედავ ვიღაცა საკანდიდატო დისერტაცია 40-იან წლებში ვიღაცა გიორგი ქსენოფონტოვი. ვინ არის გიორგი ქსენოფონტოვი? არის ეს მე გავარკვიე და გიორგი მელიქშვილი ყოფილა პონტოელი ბერძენი რა, ანუ ასე რომ ვთქვა, პონტოელი ბერძენი და ესეც კიდე ჩვენი ბედის უკმართობა არის, რომ ანუ რატო დაჭირდა ადამიანს, რომ ანუ ქართულად გადმოეკეთებინა გვარი იმისთვის, რომ დამკვიდრებულიყო აქ, ხო, ანუ რატო ქსენოფონტოვი, გიორგი ქსენოფონტოვი ნაკლები მეცნიერი იქნებოდა და ნაკლები პატრიოტი იქნებოდა ამ ქვეყნის, ხო? მოკლედ, გავიდეთ ნელ-ნელა ბოლოსკენ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ამ საინტერესო საუბრისთვის. დაველოდოთ რაბედიელის ქართულ მეცნიერებას და უმაღლესი განათლების სისტემას, ნუ მთლად მოლოდინის რეჟიმშიც ვერც ვიქნებით, იმიტომ რომ ამა თუ იმ ფორმით ჩვენ მოგვიწევს რომ ვიყოთ აქტორები, დავიცვათ სამეცნიეროს თავისუფლება ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს ამ მეცნიერებამ უნდა შექმნას და უმაღლესი განათლების სისტემამ ამ ქვეყნის მომავალი თაობის განათლება და პრინციპში ეს განსაზღვრავს შემდეგ ჩვენს კეთილდღეობასაც, ეკონომიკასაც, ჩვენს ადგილს მსოფლიოში. სანამ დაგეფშვიდობებით, მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი მისმინე, გამოყვეთ Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. აქვე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მთავარ პარტნიორს, წყალი მთის, რომელიც გვეხმარება ისტორიული ცოდნის გავრცელებაში, წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა.